უღრან ტყეში 9 ზღვასა და 9 მთას იქით, იქ სადაც ელასა, მელასა, ჭიქა მეკიდა ყელასა, იქ სადაც ლხინიცა და ჭირიცა და ფქვილიცა იყო და ქატოც იყო, იქ სადაც შაშვი იყო მგალობელი, ხოლო შენ იყავი ჩემი მწყალობელი. უხსო ვარ დროს, როდესაც იყოც და არა იყო რაც, კოცონთან ისხდნენ ჭაბუნები და საჭირბო როტოზე ჯამაათობდნენ ირაო. თუ რაღაცა ეგეთი, მოკლედ არ ვიცი, გისურვებთ 7 ზიზღვნებს. გამარჯობა ძვირფასო მაყურებელო, მოგესალმებით ღამის გადაცემით, რომელსაც სახელიც არის ტკბილი კი არა და მშვიდი ზიზღმრები. წინა ეპიზოდში ვინც მოგვისმინეთ და სამწუხაროდ არ გეძინათ, უპირველეს ყოვლისა ბოდიში და თან ამასთანავე მადლობა, რომ ერთგულები გვახლავთ. წინა გადაცემაში ცოტათი გადავუხვიეთ რელსებს, მაგრამ ჩემი აზრით ეს ადეკვატურობის ფარგლებში ჯდებოდა მაინც ყოველგვარ. მოკლედ იმიტომ რომ ეს არის ეს იყო საჭირო. იმიტომ რომ ზოგჯერ უბრალოდ ითხოვს. დღეს დაგვემატა დამატებითი ადამიანი. რაინაზე ამენას ქვია გამგები გაიგებს. ამენას ქვია დაუსრულებელი. გლეხი ქართველები არის. ქვია ინსულტი დამაბარა. ყველაფერი არის პირში არ ჩადებული მიკროფონები. დიახ. მოკლედ დაგვემატა თომა. თომას იცნობთ. თომა არის ქხამის ისა რა ქვია განთქმული სტუმარი და ასევე წამყვანი ერთ-ერთი ორ გადაცემაში, რომელიც ორივე არის კინოფილმებზე. ეს სავარაუდოდ დაწინანახი გექნებათ. და ხამისგან განსხვავებით, იქ თუ ხმას არ ვიღებდი, აქ არ უჩანვარ და ესეთი კონტრასტი შემოვიტანეთ ამაში გადაცემაში. კარგად ხუმრობს აი. რაც რომელი უკეთესია და რომელი უარესი თქვენ გადაწყვეტეთ. მოდი დავიწყოთ მეგობრებო, დღევანდელი საღამო გახსნილია. შემოვაცურებ მიკროფონს შუაში. შენ ცალსახად ყლეობა. იმიტომ რომ ამან ახსენა ორი გადაცემა, რომელშიც ჩანხარ და ლაპარაკობდა შენთვისა და შეიძლება რომ არ ჩანვარ. შეგყვარა. ბიჭო, ხამზე ვთქვი, იმიტომ რომ ხამში ხმას არ ვიღებდი ახლა. არა, შენ ვერ მივხვდი, გადასვლა გააკეთე არასწორი ხამში, აი ეს რა ქვია, არ ვიღებ ხმასო და აქ არ ჩანვარო და ლაპარაკობდი შენ ორ საავტორო გადაცემაზე. საერთოდ მოიცეხა. ჩანხარ და ხმაცის. რომელიც ორი მე ვარ, ორივე გადაცემის, მოდი ესე ვთქვა. ბიჭო, ეს არ დაუჯეროთ, არ შეყვარებულისთვის თემუ ჩაგიწერიათ. სხვადასხვა ძმაკაცის შეყვარებულისთვის არ ჩამიწერია თემუ, მაგრამ არაფერი კაი. სხვა რა გიქნიათ მაგის შეყვარებულისთვის. შენ რა ქენი ხა იცი, ესა ბატონო წამყვანო ედისონო. ChatGPT-ს კითხე, ისმის ჩემი ხმა. ოკეი, მე იმას ვხედავ. ChatGPT-ს კითხე 20 questions to fall in love და ერთმანეთს დაუსვათ ეს შეკითხვა. მომწონს ვაი, მომწონს ეს. დავაი, კარგი ის არის იდეა. ჩემი 80-ლარიანი დილი ჯერჯერობით უპასუხო დარჩა. ამას გავიგებ გადაცემის განმავლობაში თუ შევისყიდი შარვალს 80-ლარად. კარგი, ერთი ვისაც უნდა ხშელის სალაშქრო შარვლები. მოდი სახლიდან გარეთ ბოლოს მოდი ვიახოდე. დღეს. კარგი ახლა. ესე იგი, დავიჯერე. 20 questions to fall in love is a big topic. დიახ. რო ჩავარდასვი სამივეს და რომელი შეგიყვარდება გადაცემის ბოლოს და. დავაი. რომელთან ჩავარდები სიყვარულში. კარგი, მოდი. მოდი მე პირდაპირ თავს დავიწყებ და ღმერთმა არქანს ეს ჩავარდეს. მე ძინავს ხალხი ბლიარ. აუ, რაშვები შეჭა. აუ, მაგარი იქნება აი ამ საყოველთაო დაჯმების მერე შენ წონაზე რომ გამოჩდები და ხალხი დაგინახავს ოდესმე და დაკლებული რო იქნება. არა და რომ ვიხვდებიან რა მართლები ვიყავით. ხო, რაც რეაქცია ექნება რომ არა ესეთი დიდიც არ მეგონაო. გავიგე რომ დიდი იყო, მაგრამ ესეთიც არაო. წაყვანილი გადაცემა. აი მოყურებლებო, თქვენი შოკი იქნება უზომო, როდესაც მნახავთ. შენსავით უზომო. როდესაც მნახავთ და გავოცდებით ჩემი სიგამხდრით. რატომ მაჯვა? მეტის ღირსი ხარ, გააჩი. ეხლა მაყურებელო თქვენ არ ხედავთ აქ რა სიტუაციაა, მაგრამ მათ ეცდილობს ჩვენ ქიმიური იარაღით მოწამულას. კაი, გაჩვენდი თომა, ესე იგი, პირველი შეკითხვა. აჰა. რა არის ესეთი რაღაც, რაც აქამდე არავისთვის არ ითქვათ? მოდი და ესეც როგორ ეგ არის პირველი შეკითხვა, მოდი. მე ხარ შუაში ვარ, აგერ და ჩადე GPT მეგრე. აჰა, კაი. ჩატ GPT-მ ესე თქვა, მოდი მივუყვეთ საათის საწინააღმდეგოდ. კარგი.
ბრძანეთ ბატონო რა. რა არ მithქვამს ჯერ არავისთვის? აჰა. მე ჯერ არავისთვის არ მithქვამს, რომ ჩაიჯო, შენი დედა მომტყა, შენი დედის მუტლის ძარღვში შევეცი. კარგი. მე არავისთვის არ მithქვამს. არ მithქვამს არავისთვის. თქვენ თო მე არ მithქვამს არავისთვის, ქალბატონო თქვენი ქალიშვილი გავაბოდიდულე. ხალხად წააგე ეს შეკითხვაში. მოდი შემდეგი შეკითხვა. თქვენი ყველაზე დიდი შიში რა არის, როდესაც საქმე სიყვარულს ეხება? რო არ ამიდგეს. აი ორი ხაზი რო გამოჩნდეს დაფსმული. თქვენ ბატონო თომასი. ბიჭო, არ ვიცი რო არ ჩამეჯვას ან არ გავაკუო ებას დეიტზე ან რაღაცა ეგეთი არ ვიცი. ვისთან დადიხარ დეიტზე? რა პასუხები აქვს ამას ბიჭო? ეგ პირიქით. მაყურებელო ბოდის გიხდით თომას აქ ყოფნის. ალფა მამრობის ჩვენება არის ეგ. ისე დაიწყო ჭყიპინს. იქ ვაი მე ძალიან დეივიდ ლინჩ. კარგი, მოდი შემდეგ შეკითხვაზე გადავიდეთ. რა მოგონება გაგრძნობინებთ შიგნით თბილად? What memory always makes you feel warm inside? დავაი. ის კითხვა ჯობდა თბილად შიგნით. ბევრი მაქსენდება იქით. ნახე. ხანაურო. ვიყო შიგნით თბილად შენ რო მიგდნო? ხნავენ ესე იგი. თან არა მარტო ხნავენ, ათავები. რატის პასუხი გასაგებია. კარგი, ბატონო მათე თქვენ? მე რა მაგზნობინებს შიგნით თბილად? შიგნით თბილად მაგზნობინებს, როდესაც წიწაკიან შაურმას შევჭამ 22 ლარიანს და მძღნერი მიდუღდება ხოლმე ერთი რამდენიმე 6 საათში და ბუყს რო იწყებს ჩემი კუჭი და მე პროჭი, აი ეს მაგზნობინებს ძალიან თბილად თავს. კარგი იყო. და თქვენ ბატონო თომა? ბიჭო, მე თბილად მაგზნობინებს თავს, აი გადაღლილობისგან რომ 40 გრადუსი სიცხე მაქვს და მეორე დღეს რომ მიხარია რომ სახლიდან არ გავალ არა 3 თვის მანძილზე. აი ეგ. ლიტერალურად თბილად აგზნობინებს. მაყურებელო შეგახსენებთ ბატონო თომა 47 წელს. დიახ. მე სხვა რაღაცები ვაწუხებს ახლა ცალს. კარგი, ერთი წამი ხარ. ბოლოს. აჰა. როდის იტირეთ ვიღაცის წინ? წინ ვიღაცის წინ. ანუ ვიღაცის თანდასწრებით. რა ვიცი მე არ ვიცი. ალბათ 25 წლის წინ არ ვიცი. მე დასწინ როცა გამომაგდო და დავიჭყაპუნე აი. ერთო რა ხელა მასკულინობის წინან შევარ. ვაუ, ვიღაცის წინ ახლა მე ვიღაცის ახლა დემონსტრაციულად არა გაცოდი. დემონსტრაციულად. რატო დემონსტრაციულად? დემონსტრაციულად რას? ბიჭო, ხო გარეთ არ გამითავოთ ხო ბიჭო? ნუ მიკროფონს ბლიად. ბიჭო, ხო გითხარი შიგნით გაათავეთ. ბიჭო, ვერამდე ჯერ უნდა გთხო, ბიჭო. რა გაატრაკე საქმე? ვიღაცის არ ვიტირია ხო? როგორ არა, წინა ეპიზოდში ტიროდი. აუ, შეჩება პანაშვიძე არ ხარ ნამყოფი? მე კაცი არ ტირის ძმა. პანაშვიძე ხარ ის რა ქვია, სალიკალტრაი არ გინახავს? და ვიღაცის ძუძუები ჩანს აღარ მაქვს. ვიზიარებ. შარლის ტერონის ძუძუები არის Boys Don't Cry. მაგას უყურე. შემდეგი, მაგრამ მე როდის ვიტირე? ჰილარი სვონკი არის ეგაცო ეგ. აღარ მახსოვს რა ვიცი. იყოს ჰილარი სვონკი რა ვიცი. მე ბოლოს ვიტირე 2012 წლის 1 ოქტომბერს. აი ეგ. მესმის გითანა მაგრამ არ მოწონს ეს გადახვევა. ბიჭო თომა ბიჭო, მე ხა ესე კითხვა რაში მდგომარეობდა ვიღაცის წინ იტირე თუ არა? თანდასწრებით. არა, მე იშვიათად ვტირი ვარ ვიღაცის წინ, იმიტომ რომ არ მიყვარს ეგ. პირადში უნიტაზზე ბიჭო, უნიტაზზე პირისპირ თუ აქვე აბაზანაში ჯეიმისონით ხელში დიახ. ეგეთი კარგია. მე ზოგადად ვარ ეგეთ რაღაცებში აუტისტი ძალიან და მირჩევნია რომ მარტო ვიტირო თუ მაინც და მაინც. ეხლა კარგი. ესე იგი, შემდეგი შეკითხვა. ესე იგი. რა არის რაღაც რისგანაც იმკურნალებ და ამაყობთ? What's something you healed from that you're proud of? არა, სამედიცინო არ იგულისხმება რაღაცა. იმკურნალებ პროსტატა გამისკრა. ბოლოს რა ვიცი, კბილები გავიწმინდე და კარგი იყო.
რისგან გაიცმით პროვოკაცია შიგნით რო თბილად მაგრძნობინეს აი ეგ და მე იტირა რომ ხო გთხოვე პირში არ ქნა თქვენ ბატონო მათე ანუ მე არაფერი მე ხო უნაკლო ვარ ზოგადად ცალსახად კი ხო და შესაბამისად არაფრისგან არ განკურნულ ვარ აჰა ისმის არაფერი არ მჭირვებია გამიკუნი ლუნგუსებია ამასაც არ ვიტყოდი რა ბიჭო ხა ჩემთან მარტივად დგას საქმე ძალიან იმიტომ რომ ხა მე ჩემი ერთ-ერთი პარტიისადმი ლოიალურობისგან განვიკურნე და გადმოვედი უფრო დაფუძნებულ პარტიაში და ამას მე ვამაყობ. ნახე როგორც ცნობს მოაწონოს მაყურებელს და ახ მე ვიყავი ერთ-ერთი გირჩი რეჯექტები ვინც არის. გირჩი რეჯექტი ვერ ვიტყოდი რო ვარ, იმიტომ რომ მე თვითონ დავარეჯექტე. გირჩი რეჯექტი არ არსებობს ეს მართალია. კი 18-ზე ვით თუ ხარ არსებობს. არა მე რა ვიცი სენისგან განვიკურნე და მე ვამაყობ და ყველა გირჩელს ამჟამინდელს ურჩევ. ამას გირჩევთ რომ დროა გირჩიოთ ახალ. დიახ, რომ გამოვაჯოთ მაქედან დროზე, იმიტომ რომ მაქაურობის ზედა შევეცე აი. კარგი, მოიცა. ესე იგი, ამოიღე ხვარწლი? ბაცა. აი ხა მოვიღე. ხო, მე გარევზებთ. თქვენთვის meaningful ცხოვრება როგორი წარმოგიდგენია? არა, რა ყლეში კითხებია. ერთი წამია, პასუხი გაეციან და ჩუმად იყავ. თუ რა არ შეუყვარდები იცი. აი ეს არის meaningful. ეს არის ისა რა ქვია, Bachelorette რო არის სერიალი, თავს რო წამი. კი, ნახე. ეს არის აი meaningful ცხოვრება ეს არის. რა, როცა აი ამას ვაკეთებთ და ანუ ნძრევას. მე meaningful ცხოვრება გავიხილე წინა ეპიზოდში, როდესაც გაქვს 2000 ჰექტარიანი სახლი ვერმონტში და თან ამ დროს ნ სიტყვის თქმა შეგიძლია და ავტომატური არ არის გაქვს. დიახ. ბიჭო, რატო საერთოდ დავთქვი? ბიჭო, რავი, არ ვიცი, ხა მე რეალურად აქ რაც ხდება, აი რატის დავეთანხმები და მე ხარ მომწონს აქ რაც ხდება, აი ესეთი კონტინგენტი რო ვარ ჩეკრებული და დაფუძნებულ რაღაცებს რო ბაზრობთ, ეგ ზოგადად კარგია. ამაში ფულსაც რო გვიხდით. აუ ეს მაყურებელს ენახა რა, აუ წაყნე. დიახ. კარგით, მაშინ ის მითხარით. თქვენთვის რა ფასეულობები არის, ანუ non-negotiable ურთიერთობაში? ანუ უეჭველი, რაცაც რა ანუ კარჩე რა არის შენი პირობაო რომ ურთიერთობა არა ვაიც კაცო ჩუმად იყავი რა ფასეულობები უნდა კონდეს ადამიანს ურთიერთობაში აუცილებლად ასეც ვერ ვაიც ინგლისურად წაიკითხე წამი What values are non-negotiable in a relationship? Non-negotiable ნიშნავს რა იგი ვიცი შეჩება ხომ გააჩვი არასწორად გადათარგმნა ხო მივხვდი ახლა ინგლისურად რო წაიკითხე გავიგე რა თქვა იმიტომ რომ მე აი გადაგვარდა ეზი ვარ ბიჭო მე ინგლისური ვიცი პირველი ენა ჩემი ეგ არის პირველი ინგლისური არის პირველი ენა diable yes ამასობაში რეალურად ანუ დიდი ძოძო რაღაცა არა ეგ ეხლა ეგ ფიზიკური ამბავია ეგეთ პრინციპია რა რაღაცაზე ეგ არის შენთვის ეხლა იმ გაგებით რომ ზოგადად ალბათ ცოტა რაღაცა იქნება რაც არ არის ეგეთი იმიტომ რომ მე რაც ვარ ეგ ვარ ეხლა და ხო მაგრამ ყველაზე ქართულად თუ შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის აუ რა ფასეულობა ახლა რა კოცობა და რაღაცა არ თქვა არ გამაგოროთ ეს არის არაპოლიტიკური პოდკასტი კოცობა კი არა ბიჭო ისა კაი გადავახტეთ რატის არ იქნება რთული თან ბრძანეთ non-negotiable პრინციპი სიყვარულში non-negotiable non-negotiable რატო ვერ მომბლია ლავში მიდი აბა ზანგის პაროდია What is up my African brethren? ეს ზანგის პაროდია საკეთებს ჩინური აქცენტი просто ხმასიწრული დაეთანხმოს ყველაფერში რას ლაპარაკობ არ ერთადერთი ეგ არის ამჯერი უნდა ის ამჯერი ფლობა და სლეშ ჩაცმა რავი რა ვიცი ხა ისეთი უნდა იყოს როგორც ჩემი ცოლია ამიტომ ასე მორწერტილი წერტილი დაესვა საკითხს დიახ ნუ ახლა
მე იცი რა არის ხე უეჭველი რა ისიც უნდა სწამდეს ახლა ეგ ცოტა ისეთი ის არის რა მას მე ვიტყვი სწამდეს რა შუე ფასეულობა ხო და მე ვიტყვი უფრო ცოტა სხვაგან წავიყვან მე ვიტყვი წითელ ხაზებს რაც არ უნდა გადაიკვეთოს რა იმიტომ რომ non negotiable არის ეგ მაქსიმუმ 2 წელი მითხარ ბიჭო ეხლა აი ამ სიტუაციიდან გამომდინარე ეხლა მაყურებელი ვერ ხედავს მაგრამ აი სიგარეტს არ უნდა ეწეოდეს მაგალითად იმიტომ რომ მე არ ვეწევი სიგარეტს იმიტომ რომ მოყნათეს მე არ ვეწევი სიგარეტს და მე არ მიყვარს ზოგადად სიგარეტი თან ძალიან არ მიყვარს და ჩემი საყვარელი ადამიანი არ უნდა ეწეოდეს სიგარეტს და მორჩა და გათავდა თუ ეწევა ვერ იქნება ჩემი საყვარელი ადამიანი და ეგ არის შო აი ეგ აი ჩაიგვით ბარემ სასმელით არ დალიო არა ეგ ერთი წარიტნაო ვაჟე რაზე მოდიხარ არა კაი ეგ ერთი და მეორე ანუ უეჭველი რაც უნდა იყოს ბლად ეხა აქ ბაბოლებენ სახეში 50 კაცი ერთდროულად შენ ძმაო 1000 კაცს აბოლებ ხა მეორე არის რომ იდეაში არ უნდა იყოს კაი პოლიტიკურს არ ვაწვევით კაი ფაქტა ისა უცებ ისო მალევე ამოიღო კაროჩე open air-ზე არასდროს არ უნდა მთხოვოს რომ წამიყვანოს რა კარგი გასაგებია აი წამო open air-ზე არ უნდა მითხრას მე გამახსენდა თვითონ ბოდიში თვითონ თუ უნდა იაროს აჰა ჯანდაბას მაგრამ მე თუ მეტყვის რომ open air-ზე წამოდიო შენცო მან დამთავრდება ყველაფერი მე გამახსენდა ერთი შეხვედრია გოგოები რომლებსაც ისეთი საშინელი სუნი აზრით რომ იმენას ანუ რაღაც ანუ ცუდი რაღაც აყროლებული სუნი გააზრით აი გენეტიკურად რომ გამოძახილება რომ ამასთან ურთიერთობა არ უნდა დაიჭრო ეგეთ სუნი აზრით ეს არის კი ბატონო ესეც პრინც ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ფასეულობა ეგ არის წითელი კვამლი ძალიან მნიშვნელოვანი გარ წითელი უჯრედი იმაში იღლიებს სოკოს უჯრედი რაღაცა შივა ესე იგი რომ ბოდიში რამდენი დარჩა უკაცრავად ესეც არის if you could instantly master any skill what would it be and why გამეცით პასუხი აი რატი მიდიობა ბიჭო მე მინეთ ვისწავლიდი უკეთეს სამი კაცი რომ აუ მაგრა დავა მუღამედი ბიჭო ანუ სამი კაცი რომ მოვწოვო ერთად რა რომას დავხეცავდი უკეთესად ხო ეგ იყო შეკითხვა ანუ მასტერ ენის სკილდა სავარაუდოდ ის უნდა იყოს ბაკალავრიატი უნდა გქონდეს ანუ რომ ბაკალავრიატი არა მაგისტრატურა მასტერი ხო და მაგას ვიძახი დრო დაამასტერა მაგისტრატურა მაგისტრატურა ვიდ კაი რატო ვიდ მე მეორე თქვი პირველი ვიცი თუ დავამასტერებდი მე იმას რა ქვია აი იცი რას ბიჭო აი ამით რო უკრავ მაინც მინეზე იტარო ის რა ქვია ეხლა თქვენ ვერ დაინახეთ ეხლა ეგ რატი რა გააკეთე აი ციხეში რო უკრავენ რაღაცა ყლეობაზე ჰარმონიკა ჰარმონიკაზე რო უკრავ იმიტომ რომ მე გამისწორდებოდი ეს რა ქვია მაშინ შევდა და ჰარმონიკის დაკვრა იმიტომ რომ ეს ჩაგვსამე ჩვენ მაგრამ ultimate თესლობა მაგის ერთი ვინი რომ მოუთხნათ კარგი მათე თქვენ ჩემის დაკვრაზე მიდის თუმცა ანუ ახლა მე ჩემი პასუხი ამაზე ცალსახად იქნებოდა ის რომ მე ყველაფერი დამასტერებული მაქვს და უყოლო ვარ მაგრამ თუ რამე პლებეების დონეზე უნდა ჩამოვიდე მაშინ ვიტყვი რომ საყვირს ვისწავლიდი უნაკლოდ რომელიც ვიცი უკვე ეს ჩაბერავდა კაი რაღაცა პირში რაღაცის ჩადებისგან ცოტა რომ გავიდეთ გვერდზე ხო მე ჯანდაბას იყოს მუსიკალური ინსტრუმენტი გიტარას დავამხეცებდი არ არის გიტარასტობა ვაფშე რატო კაცო და კუც დაიფარე მას გაიზა და აუ გოგონი ბლუზ დაგიკრა გოგონი რა შუაშია მე სონის გარშემო დაუკრავდა და ჩარკვიანი მე როგორც გიტარის მკვრელი იცით რა ავიდე დამმასტე გერობა მაგრამ სხვათა შორის შორს მიყავხარ კოცონის გარშემო ჩარკვიანი სიმღერა ხო და რაღაც მასე შორს გაშევეს კეში სადაც რაღაცები გელოდება კეში გელოდება ცუდი რაღაცები კეში სადაც ტურტლიკა ტიემ გოგო გაგიკეთებს მილეთს არა ეს არის უნდა დავუგო პრობლიკატიემ და კოპიატიემ ედისონის ერთ-ერთი ფაიზის მია კი ბატონო
შემდეგ. არა, მე ხლა შეჯიბროს არ გვივიღებ ცალსახად, იმიტომ რომ პირში რაღაცას ჩადების გვერდით, ხო, გიტარაზე დაკვირა არის დაკვირა. გაჩერებული. შენ სულით ეგ ხარ გაიგე, რასაც ამბობ. შენ კიდე ფიზიკურად გიდევს პირში რაღაცა. აი, რაჯობია ფიზიკურად პიდარასტი იყო თუ სულით პიდარასტი. მე ვიტყოდი რომ ფიზიკურად ჯობია თუ მაინც და მაინც. აი, შემდეგი. ესე იგი აღიარებ ფიზიკურად პიდარასტი. ჩაიდი, შენ აღიარებ ესე იგი სულით პიდარასტი. ვაფშე არ აღიარებ მაგას, ეს არის შემოგდებული პროვოკაცია, რომელსაც მე არ წამოვეგები, როგორც შეგიგდებენ ხოლმე. ერთი წამი. ახლა შემოგიგდე პირში. თქვენთვის იდეალური დღე როგორი იქნებოდა პარტნიორთან ერთად? ანუ შენთან ერთად. აი ეს კარგი რიზი იყო ახლა ეს უნდა დავაფასოთ კიდევ. კი, არა, ეს დაგეწერა ხოლმე. არა, შენთან ერთად თუ ისე საყვარელო ბარიატრიულ ოპერაციას ხარ გაიკეთებთ. უცებ ვიტყვი რა რომ ჯერჯერობით მე მგონი ერთი ხუმრობა აქვს იმის იქით რასაც მე გადავეღა კარგი ნათქვამი ახლა ხო ჩემთვის სასახად ეს იქნებოდა რომ ბევრი საჭმელი კონდეს რომ ცოტა მეც დამჭირს არა შენ ისე ამასთან საყვარელო მეც დამიტოვე ცოტა შენ ხო ჭამე დღეს უკვე 40 ჯერ აი რა ჩემზე დაჯვას რომ გავცნე პარებს გეკითხები შეჭება რა მე დავალება გაიცა და მე ვასრულებ აი ამას სერიოზული პასუხი მინდა და მაყურებელს მე ხა უყურე ზის არმია გოგოების ვინც ეხა ფრჩხილებს იკუნეტენ რომ ამაზე პასუხი გაიგონ გოგოები სარწმუნოებულში ზუსტად ვიცი საუკეთესო დღე პარტნიორთან გატარებული იდეალური დღე რავი შეყვარებული ყავს და დიდი ცხაზე ადექით ერთად რასაკეთებ ძალიან დაიწერე ერთად დამიფარო 9 საათზე ავდგენ აუ 12-ზე ადექით თუ მინდა არ ვშნობა ხო ამას მე დავტოვე პასუხს გაუცემლად შენი ფანები რა სიტყვიან ვერ გავიგე ანუ ჩემ ფანებს თუ აინტერესებს გასაკუთრებული გოგოებს მათთან ერთად დავიგება ვიმდრეს კარგი არა ეხლა რატები ჩაუთვლი ეხლა არა ეხლა ხალხო თქვენ არ გესმით რატის იდეალური დღე პარტნიორთან არ არის გოგოსთან ერთად და მაგითო ვერ ამბობს ვერაფერს ვოკალური ტრეპი წარმოდგენაც კი არ უნდა მაგისი თუ ჩემზე არის ხა ეს ჩემს იდეალური დღე პარტნიორთან ერთად აბა არის პოლიტიკური არ შეიძლება ხო? არა უბრალოდ ხალხის დახოცვა რო თქვენ ხა უბრალოდ ხალხის დახოცვას გავატარებ როგორი ხალხის და კონკრეტულად ლურჯის თუ წითლის ის ვინც მე არ მომწონს გასა ოკეი კაი იგი ხა მარტო მაგითი რო კონკრეტდებოდეს ხო არა კაი მაგრამ მაგის იქით რავე მე სახლში წამოწოლილი ფილმების ყურება. კი, მე ახლოს ვარ მაგასთან. აი ადეკვატური პასუხი, ხა ვიღაცა გოგო ამის ხარჯზე დასვევდა და შენ გამოიაშკარავე თავი მხოლოდ. ხა ვიღაც შენ პასუხზე ვიღაცა ბიჭს აუდგა. ჩემი პასუხი მათესთან ის რა ჩვენი ერთი ლოიალური დისკორდის წევრი რო იყო ჯიგარი კაცი. ხო აუდგა ეხლა მაგას. არა, ბიჭო, მაგას ადამიანებს დაიხეფე და აუდგა. ხო, არა, ჩემი პასუხი ხა მათეს პასუხთან ახლოს არა, იმიტომ რომ ეხა ფილმების ყურება მეც მიყვარს, ოღონდ აი იმენა ჩემი შერჩეული ფილმების და რავი, ეხა თუ მაინც და მაინც ცერნობაც გაასწორებ და სადმე ესეთ კაი ადგილებში რა. დღეს დილით ისე ვარკინგი და არა, ანუ იდეაში ხო სეირნი საღამოსკენ ცოტა რომ იმას იზამს და მოსაღამოვდება ერთი ცალი ფილმი და თუ მაინც და მაინც კოუსავსე ფილმი არა თუ მაინც და მაინც რამე ესეთ საკაიფო ვიდეო გეიმი ერთად რა და ნუ ეხა დანარჩენს ეხა აღარ დავაკონკრეტებ პოპები როდის შემოდის ჯინერი შეყარებული საინტერესო ხარდულა არა ეგ არის ჩემი იდეალური დღე რა
მოინიშნეთ. და რამე კლასნი მარველის კინო. არა, მარველის და შევეცი კაცო, რავი, საკაიფო ვიდეო გეიმი რა, რამე რა. კაი. ფილმი და მე რამე ის რა ქვია, ვინტერის თამაში. Prince of Persia. რამე კოჯიმას თამაში. არა, Prince of Persia სიტყვაზე, აჰა. Nintendo 60. Mass Effect-ი. ნახევარ სიცოცხლე 2 ან პორტალი. აი გააჩუმეთ ეს კაცი ახლა. თავს იწვავს. ამომუწებირი. ეხლა შემდეგი შეკითხვა. აჰა, რომ იცოდეთ ზუსტად რომ ერთ წელიწადში იქნებით მკვდარი. ეგ ვიცი. რას გააკეთებდი? იმას რასაც ვაკეთებ არაფრის განსაკუთრებულს. რო ვიცოდი რომ ერთ წელიწადში მკვდარი ვიქნები, მე ისეთ რაღაცებს გავაკეთებ და საჯაროდ ვერ ვიტყვი მაგას. მაგრამ ვიღაცებს უნდა ეშინოდეს. ბრძანეთ. ბიჭო მე რა ვიცი. ბოდიშ ერთი წელი ძალიან დიდი პერიოდი არის. აუ ერთი დღით ადრე კიდე ვიტყოდი რას გავაკეთებ. ერთი დღე არა კაცო, წერია რას ჩაიდებდი. ერთი დღე არის. რამდენს რას არა. მაშინ მოდი ესე მივიღეთ წლის ბოლომდე. ანუ 6 თვე დამრჩა 5. ნუ ხო. ხო, მაინც იგივე პასუხი მაგ. შენგან ვიცი ხო აი ამ. მე არა, მეც იგივე პასუხზე ვარ და ამ ნირიბანი მიასახავდი. არა, მე იდეაში ხობი მიემატებოდა რაღაცას, არ ვიცი, რაღაცის სტატისტიკა გაიზრდებოდა. არა, მე მაგალითად იმას ვიზამდი, გავაქრობდი რამდენიმე ადამიანს, ოღონდ ანუ რაღაცა იდეოლოგიური ნიშნით არა, ანუ პიროვნული ნიშნით არ დავასახელებ სახელს და გვარს. ეს მუქარაჩის კუდი რო კონდეს და შეიბარებოდა. ბაღი მაიც თავიდან მკითხე. უჩინ მაჩინის კუდი რო კონდეს და შეიბარებოდა. უჩინ მაჩინის კუდი რომ კონდეს და შევიპარებოდი. კარგია. ეს როგორ არის რო ეს იყო მაქსიმ მაჩაიზე პასუხობს კითხვას. დიახ. მაქსიმ მაჩაიზე პასუხობს კითხვას. კი ბატონო. ხო, გაიგე. მე ჩაიჯუშენ. ეხა ჩავიჯვარე. კოუზი. და ესე იგი შე კოუზიც ხარ და თებში ძვალა და ყველაფერი შეერთდა. თელი სამზარეულო შეხარ. კარგი მეცეთ ესე იგი 5 წელიწადში. აჰა. წარმოგიდგენიათ თქვენი ყოფა. გამარჯვებული და თან საინტერესო ერთი წუთი ჩუმად 5 წელიწადს მე არ გავჩერდები 5 რას იმედობ თუ რომ ვინ გეყოლებათ გვერდში? მე პირადად ხა ვიტყვი რომ ის მეყოლება გვერდში ვინც ეხლაც მყავს გვერდში. არ ვიცი. აი მე გადავწყვიტე რომ საათის საპირისპიროდ მივდივარ. მე მივდივარ ხა საათის საპირისპიროდ და მე ვამბობ. აი დიახ. აი ეს უნდა დაუფასო. კი ბატონო, რომ ესე იგი მე მინდა მყავდეს ის ადამიანი გვერდით ვინც ეხლა მყავს, რატის და მათეს და ირაკლეს არ გულისხმობ, ოღონდ ანუ ჩემო ძვირფასო ძალიან მიყვარხარ ეგ ერთი რავი, კიდეც ვიქნები ალბათ უფრო ველოტი და იმედია უფრო მსუქანი არ ვიქნები, რა ვიცი, გამხდარი უფრო და რა ვიცი, იგივე ადგილას არ ვიმუშავებ, სადაც ეხა ვმუშაობ. всё, მეტი არაფერი. რატო შენ? არა, ვიხო თქვი 5 წელიწადში ვიქნები გამარჯვებული იმედია და მექნება რა. ის გვერდში ვინ გეყოლება? ყველა. აი, ჩემჯერია, როგორ არის $1 მილიონი? შეკითხვა როგორ არის თავიდან მომდე? 5 წელიწადში ის როგორი წარმოიდგენია შენი ცხოვრება და ვინ გეყოლება გვერდში? ვინ გინდა რომ ყავდეს გვერდში? ოკეი. 5 წელიწადში მე წარმოვიდგენია ჩემი ცხოვრება შენს გვერდით. დავიწერე კიდე ერთი ქულა ახლა. დაგეწერა კიდე ერთი. არა, რა თქმა უნდა 5 წარმოვიდგენია რა ვიცი კაცო, ჩემს ცოლთან ერთად ვიქნები ისევლე და 27 შვილი მეყოლება. 5 წელიწადში. ნუ ხო ახლა მაგის ლოგისტიკას ამენერად გავაკეთე. ეგ ცოლზეა, უნდა გავაკეთე. მართლა ხა? თეთრკანიანი. ბოდიში. ეგრე უწევს. ეს არა ქვია, ერთი პარტნიორის გა, ხო ყველა. რატო ვაკონკრეტებინებ ვერ გა? აი, გავა ბასკერი ლოგიკინიუ ორი გამოდის კაცო, ერთი ჩემი ცოლი და ერთი ეს ულამაზესი ბატონი ედისონია. თან ამას შეუულია ტრიპლეტები გააჩინოს ერთდროულად. აქვს მაგის რესურსი. მე როგორც მიზუძული. იმ 27-დან 26 აქედან. ერთად იქნება 26. კი ბატონო. კარგია. ესე იგი. აი, ამასაც ინგლისურად წავიკითხე. What's one adventure you dream of sharing with someone? კაი, ვინც ინგლისური რაღაცას გაგითარგმნოთ, ესე იგი, მადლობა თქომა. რა თავგადასავალი არის ისეთი, რომელიც გინდა რომ გაიზიარო ვინც ხასთანო.
ეგ მაგდენს მე ვიტყოდი, მაგრამ უკეთესად ჟღერს ესე. ვიცი. არ ვიცი ამდენი უნარი არ მაქვს, განვაგრძელოთ. უპასო ხო? შენთან ერთად გძელი ხარ. ეს არის ეს ხურობა არისო, თქვა ხურებელო ეს რატის წამოწდა просто სიბართლე. კარგი მათე. სიგმას თეარი არის ხო? თავგადასა, იმიტომ რომ შენ ბაძავ ეხლა ეს ერთ არის სიგმა. დიახ, აი შენი გზა უნდა მოიფიქრო ძმა. არასწორი გზით მიდიხარ. კარგი, იღებს მიკროფონი მაგას ბიჭო. მე ვიღებ. ჩემი თავგადასავალი არის რომ სხვათა შორის დიდი სიამოვნებით გავატარებდი ერთი 10 დღეს მაშინ ერთი 10 დღეს გავატარებდი სადმე survival სიტუაციაში. ვისთან ერთად? ეგ არ იყო შეკითხვა. მე გითხე. ნუ ამ შემთხვევაში შენთან ერთად. იმიტომ რომ შეჭამდი. თუ აბა შეკჭამ შენ ხო? და ყოფა მთელი თავგადასავლის მანძილს. კი, სად ოღონდ. სახში წასაღებადაც კი. კი კაცო. სადმე აფრიკაში. აჰა. კარგი. ვაი? თქვენ? ბიჭო მე ეხა როგორც ისეთი მოსაწყენი და არა არ მithქვი. მაშინ გაჩვენა. ლაპარაკი დაიწყო და მე ეხა როგორც ესეთი მოსაწყენი ბებერი ადამიანი მოვინახულებდი აი როგორ ადგილებს იცი სადაც სამომავლოდ ეხა მეც რეჟისორი ადამიანი ვარ და სადაც აი მე გამისწორდებოდა რამე თესლი ფილმის გადაღება სამომავლოდ ეგ ადვენჩერი არ არის ადვენჩერი აბა მე მეკითხე ადვენჩერი 14 წლის გოგოს მე ნახე თავიდან როგორ დავიწყე როგორც მოსაწყენი ბებერი ადამიანი მეთქი ჩემთვის უყურე სახლიდან ჩემთვის სახლიდან გასვლა ამას მაყურებელი ვერ გაიგებს გადი ბიჭო რა ჩემთვის სახლიდან გასვლა უკვე არის ადვენჩერი იმიტომ რომ ვარ აუტისტი მაგალ სარტულს ვარ და არ წამოვიდე მოიცადე ერთი წუთი გავედით დამკაში როგორი ურთიერთობა გირჩევიათ კარგი თუ ცუდი დამაცლი რას სოფლელია რას და რაზე მოიცადე ამ სიტყვის გახსენებაში დამაცლი კი რავი რატი დაგაცლის რატი დაგეცლია passionate როგორ არის ვნებიანი დიახ ვნებიანი რაზე გიდგება ეს არის მოკლე სიყვარული თუ მშვიდი ცხოვრება რომ მიუყვება ეგ ხო რაყლე შეკითხება ზაიც ეს წავაკითხე კაცო ინგლისურად passionate short love or come lifelong one long life yasnia lifelong წერია lifelong lifelong-ი რატო არის გამორიცხული lifelong-ი რატო არის გამორიცხული რომ passionate იყოს ხო არა ეგეთი არჩევანია სპეციალურად თორე ახლა ცხადია რომ long ანუ ულტიმატუმი კი არა და lifelong-ი თუ არის passionate-იც არის კი ბატონო ძირფასო ბიჭო არ გაქვთ რიზი რა ვქნა მეგონი აღარ გვიდა დამთავრება პირდაპირ თქვი რომ მე გავიმარჯვე ძირფასო მივიყვანოთ კარგი თუ მაინც და მაინც ეგ არის ულტიმატუმი შორტს ავერჩევდი ხო შენ რა თქმა უნდა რაღაც აირჩევდი რატი აირჩევდა მოკლეს რატი აირჩევდა მოკლეს და ეგ არის ტყუილი არა მოკლეს რატი არის ერჩევს ბიჭო მე გრძელი მინდა უფრო თო ეს რა არის კაი ჯარა ხები რა თქმა უნდა ფეშენ მე ჩემი ოჯახური მდგომარეობიდან გავაბდენე რა თქმა უნდა ეშენეთ არ არის ეგ მთელი უღამი მაგრამ არ არის შეშება წაიკითხე თავიდან მომდე შეკითხვა აცალეთ Would you rather have a passionate short love or a calm lifelong one? კოლმოდა და კოლმარდეშნა სუდს ხო ეხა ეს არის მძრეველებზე გათვლილი შეკითხვა რომ აი რომელი გირჩევდი გათავებდი არა გათავებდი თუ აკიდავებდი ვაკიდავებდი ხო კარგი ესე იგი მოდი მოველდი What makes you feel most loved in a relationship? ო ეკა იკითხვა რა დავაი რა ტიპია არა ոთი შენ დაიწყე არა არა აი ეს გაგიხარდა რომ შენ უნდა არა ხო მე იმიტომ გამიხარდა რომ შენ პასუხი მომისმინო ბიდი აბა ბძალე ვეთანხმები
ყველაზე დაფუძნებული ბოყინე იყო დღეს. მოსლავდა, როცა პირში არ მიბოყინებენ და თვალწინ არ მიკუებენ. თუ პირში არ გიდებენ. პირიქი. ეს მოსლავირე ბერ მინიმუმია, როგორც ადამიანმა უნდა აკეთოს ედისო. რო პირში. კაი, გადავის გარეშე დავაი თქვი, აბა რა არის? ვარდაობის გარეშე ვიდა. რა, პირში რო ბოქსერ? აუ. ვერ გავიგე რა თქვი და. პირში არ უნდა აბოყინებ. ოკეი, კაი. ეგ არის მინიმუმი. ფასო დღეს მე შენ პირში არ ჩამიბოყინებია. არა, პირიქი ის უნდა მოვიდეს და საყვარელო. რა ხდება, რატო არ მიბოყინებ დღეს პირში? ხო კარგად ხარ. დღეს ჩემი დაბადებისია. არა, მოსლავ დიდიაში იქნებოდა ალბათ როცა ეს რა ქვია, შენ დაინტერესებიც გაქვს, ეგ გენუინely აინტერესებს იმასაც. აი ხო ეხა კაი ბმა არის მათეს. მათი რა არა შენ მოყევი. Most-loved როდესაც ნახე, როდესაც ის ადამიანი აკეთებს იმას, რაც თვითონ უნდა. აი ეგრე, იმიტომ რომ მე არ ვავიწროებს ხებს. ჩემზე დემოკრატიული ადამიანი დედამიწაზე არ დადეს. დემოკრატია ცოცხალია და ყვავის. ანუ როდესაც ადამიანი იმას არ აკეთებს, რაღაცებს არ აკეთებს მარტო იმიტომ რომ მე მომწონს, აი მოდი ესე გეტყვი. აი გულწრფელობა. დიახ. აი ამას შეიძლება ეს დავაკეთო. ოღონდ ეს შენ გესმის ჩემი რა. ოღონდ ეს გულწრფელობა უნდა ემთხვეოდეს იმას, რა ვქნა, ბათეს ინტერესებს, თუ არ ემთხვევა, მაშინ ხო, აი გამარჯობა შენი. ხო, არა, გულწრფელად ჩემი მტერია. მე რატო უნდა მიყვარდეს ეგეთი ადამიანი? იმიტომ რომ აი თომა თქვი ეხა. აი დამიზუსტეთ თავიდან კითხო. იდი ნახვი რა. აი არა, მაიც თქვი, კაცო, თქვი. გაიმეორე კითხვა. Early onset Alzheimer. What makes you feel most loved in a relationship? აჰა, ოკეი. ბიჭო. აი კარგი ფილმი ყურელა. საკონტროლებული კარგი ვიდეო თამაში. შიკარნი ფილმი რო არა. ბიჭო, არა, აი ადამიანს რო რეტრო ვიდეო ეთყობა, რო შენთან ყოფნა სიამოვნებს, სულ რო იმ დღეს არაფერი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული არ ხდებოდეს რა. აი ეგ შეგრძნება რო გაქვს, არის კარგი. კარგი. აი ეგრე. მე ძვავ გულწრფელს. პირველს რას ამჩნევთ? მაშინ როდესაც ვიღაცისთვის ეცემი, ანუ როდესაც გიყვარდება. ეცემით რატო თქვია? შენ რო ვიღაცა გიყვარდება, ეცემით ძირს მართლა. ვაიმე დავიცი, When you are falling for someone. ედისონზე გათვალა ის ვაიც. ChatGPT. პირველი ვერ გავარბე. რა ვიცი, შენ ეს ვერც დაეცემა, მაქსიმუმ გაგორდეს. ეგ მე მოწონს, კაცო, მე პლაპჯაკი მოწონს. გოგოები რო უყურებენ ვერ ხდება, ეხა ეს ჰორიზონტალურად დგას თუ ვერტიკალურად. პირველი გარეგნობის შემდეგ არის ეს როგორ გასახეცი აი მე ჩესნი ვარ და არ მოვიტყუენ შო გარეგნობა აი გარეგნობის შემდეგ რა არის სქესი არა გარეგნობა რა შუაშია ბიჭო სხვა რაღაცა არის შენ რა პირველს რას ამჩნევ რა როგორ ბიჭო ამას ხო ანუ ეგ გარეგნობაზე ამჩნევ როგორ გიყვარდება არა მოდი შევთანხმდეთ რომ თუ გარეგნულად არ გიზიდავს მაგამდე ვერ მივა საუბარი ანუ მაგ დავიწყო გარეგნობის შემდეგ მაგით გარეგნობა ვეთანხმები ინტერესო იქნებოდა ეგრე ვეთანხმები ჩემს სიცოცხლეს კაროჩე კაი მე ვიტყვი რა იდეაში პირველი რასაც ვამჩნევ რომ ვინც მომწონს ხო იდეაში მაგაზე არ ლაპარაკი იდეაში პირველი არის რომ ირმა ინაშვილს რო არ გავს ეგ უკვე კაია ბაზარი არ არის კაი პასუხი იყო მათელი მე რას ვამჩნევ როდესაც ვიღაცა მიყვარდება მე რას ვამჩნევ და სიმყრუალეს ჩემს შარვაში მომწონს so straight to the point რაც უნდა ამდენი ყლისწევა ესე იგი შემდეგი არ ვიცი რა ტისკი ესე იგი ოდესმე ყვარებია კი როგორი იყო კარგი შემდეგი კითხვა კი კარგი შემდეგი
კი, კარგი. კი. მე ეხაც მიყვარს. კი, მე ეხაც მიყვარს. ჩემო ვირფასო მეც ეხაც მიყვარხარ. ბატონო ედის. ის იმ ხელარ ამ ხელაც ხარ. მე დღემდე მიყვარხარ იმ ხელარ ამ ხელაც ხარ. რა საინტერესოა, შენ შეყარებული უყურებს ამებს? კი. ზოგადად. კი. ყველაფერს უყურებს. მე რას ვიყურებს? კრიტიკას იძლევა? არა, მოსწონს. ხო, მაგრამ მოიწონებოდა. დაიხვეწოს ასე შეიძლება. არა. თვალია, ვიჟენია. არა, კაცო, თავარია ჩემი ხმა ესმის და ეგ არის საკურა. აი, ეგ არის სიყვარული, ნამდვილი სიყვარული ეგ. რეაქციული დამოუკიდებლობა მათი აქვს ამ კონტენტში. მომისმინებიძეა ეხა შენთვის თუ შენი შეყვარებულის ხმა არ არის საკმარისი, მაშინ ჩაიჯვი რა, შეპიდარას თუ კაცო შენ. აჰა, აი ჩამოყალიბა. ესე იგი. მორჩა. კითხვა დაავიწყდა. კითხვა არა, დაავიწყდა. მე ცეთი წარმოიცა. მეცე რა. ვამთავრებს და. ვათავებ. ხო. მე გავახავებ. არ გახვედი 20-ზე? მე 19-ია კაცო, მაცა. და მითხარი მე 20-ზე. ხო, დებილობა იყო და. ბიჭო. ხო, თქვი, ხა მაინტერესებს. თუ ჩვენ მხოლოდ ერთი ღამე დაგვრჩა ერთად. რა ზიზამდი? ან რა სიტყოდი? ეს ახალი შეკითხვა არის. ძველი იყო რომ რა ქვია? When do you know when you found someone special? და ყლეობა. ეგ მაგარი წინაზე ვთქვით ხო? ხო და ეს უკეთესი არის რა ქვია? რას ვიზამდით ბოლო ღამე რო გქონდეს ეს? არა, რომ მიცოდე რომ ბოლო ღამე ერთად რა სიტყვად იტყოდიან იზამდი. ოკეი, რატო? არაფერსაც არ ვიტყოდი, გასაგები უნდა იყოს რომ ვიზამდით. რას ვიზამდი? ვიტყნაურებით. აუ. ოკეი. აი ესეთი ვულგარული უემოციო რა აზრია. გეუბნები ეს არის კაც ბოზა. კაც ბოზა არის და თან აი არც ამისთვის ყველა ვისთანაც არის ის ბოლო ღამე არის. თან შეუმდგარი კაც ბოზა არის. ეხა ამას ამოვაჭრევინებს რა. ვიღაცა ჩემ ტურტლიკათიემ არ ნახონდა. რომ იმე მარიფიქროს რომ ისაა. ბიჭო კაც ბოზი ხარ ეხა რა შეკითხვა არის ეს ვერ გავიგე. კი რა პასუხი არის უკაცრავად. ვიტყნაურობდი. თქმა უნდა რანაირი სიყვარული მასიამოვნი. კაი, მე რას ვიზამდი ედისონ და შუბლზე გაკოცებდი და ჩაგახუტებოდი რბილა. აი მამა ამას ხანერად ვერ ჩაახუტებოდი. მე რა ეხა ედისონთან რომ მქონდეს ერთი ღამე. მე მაინდა ჩემზე ესე ერთ ბოლო ღამეს მაინც ვეცდებოდი რომ პროჭი მეპოვარებე და დომკრატით გავწევდი სტრაქს. იმე არა განზი პასუხი იყო. ამას მაგ აბა მე მკითხე წლებია რომ პროჭია. მე რაღამე მეციაგერ კაცი. დაგანახებს როგორც დაგიბარებია. მე მაგაშია მუღამე. 57 წელია პროჭის ნახვა. აი აქ ყოფილა კაცო თუ კარგი. აი შეიძლება. მეც მაგაცი შეყარებულისთვის ტემუ ჩავიწერა რაღაცა უნდა ვქნა. მე რო დავინახე კაცო, მაგაც შეყარებულისთვის კი არა, ძვირფასო აირჩიე ვიდ არის შენი გულის რჩეული. ცალსახად შენ ხარ შენ ხარ 6 ქულაზე -1 და -5. და თან მე პროჭი ვუპოვე და ეგ არ მოეწონა. პირიქით ვერ უპოვე და ეგ არ მოეწონა. კი ბატონო. ბოლო წამამდე რომ უპოვე ეგ არ მოეწონა. კარგი, რატი ახლა შენ ეს ახანეს დაკავებულია ჩემი სიყვარულით, ოღონდ შენი დედას შევეცი. ბიჭო. ხარ, გუიკინები ამ გადაცემაში. აუ, ყლეობა, თემუს დედა შევეცი. თემო ვინ არის? არის ნუ. რატი, შენ კითხე ChatGPT-ს 20 რიდული. კარგი. დავაი, ერთად გამოვიცე. დავაი, მიდი. ბაჩანა შენგელია 6-ეული. დავიდა. ვის აუდგა 6 საათზე? მას მეწერა hello how are you რო დაიწეროს ბევრი რაღაც. ნახე ChatGPT-საც ეფლირტავება, ბიჭო, ტიპი ეგეთი არის. ChatGPT-ზე? ხო. რატო წე ChatGPT-ზე? ამას ნუ აწეინებ, მე ვარ გადაცემაზე. გამარჯობა, საყვარელი. რაღაცებს იმაში. არა, შო მოვაგვარეთო. აი, მას შეკითხე რიდულები. აუ, მოიცა მომწერა რა უბრალოდ. დავე, მიდი. მოტყნავ და მე რეთ მინდა ეს. ChatGPT შეიძლება რომ შეგიდო? დავე. კარგი, დავასრულოთ ეს another language მე დაიწყე.
რას რითი აუ მე ვიზა შენ არა შენ არა აი ფისლებ საკუთარ პირში ბიჭო აგერა მეტა შემეძლოს that is it's a dinero isn't it give me რამდენი ლიტრი ვკითხო რამდენი მაგეთ გაუშვი 20 ლიტრს ვიზა და შესაძლოა აბა classic and clever I'm a class დავაი ინგლისურად წავიკითხე თორე ქართულად არ გადმოითარგმნა ეგრე I speak without a mouth and hear without ears I have no body but I come alive with wind what am I time come live როგორ I speak without a mouth ეკო ეს ვიცით ბიჭო რა ვიცი გამოვიცანი რა ეს კი არა გამოიცანი შენ ეს ერთი კვირის წინ წამიკითხე როგორც რეგდო ChatGPT-დან და მე ეს მახსოვს და პასუხი თქვი რომ ეკოა შენ გახსოვს და მე გამოვიცანი ხო მე არ მახსოვდა შენს გახსოვდა არა მე გამოვიცანი ხო ეგრეა სიცოცხლე ეხა მათე რომელი ხარ სკლეროტიკი ხარ თუ ლიცემერი რომელი გირჩევნია რა ეს რა თქვია ბაბუ აი ვითობარით აი მე The more you take, the more you leave behind. Steps. ჩემი კარგი. იქნება თქვა რომ ეს ერთი კვირის წინ გითხარი, შემძღნერის ჭყოველო შენა. ეს შეიძლება არ გითხარი, აი აუტიზმი არის, რა პასუხი. ეს არის აუტიზმის, იმიტომ რომ ეგოცი ამას გითხულია. დიდი დახო ეხლა. ხო, გრატებში რა თიძახის მაგ ფრაზას სხვა 20 მომეცით. ესე არ ხარ რიდლები არ მაგრამ ეს გადაცემა უძღვნად სიყვარული და ChatGPT. დავაი მოდი. მე რა. დაიგეთ. დებილობა ეს. დაიგეთ გასო. მე მომწონს რომ ხვდები. რა მეც ახალ. მიყვარხარ ძვირფასო მაკოცე. მაკოცე ტაკოში. ჰა მიდი მითხარი რიტული. NSFW არისო და. გროკზე შედი და იმას კითხე, არაფერს არ ბლოკავს. ეს რა ქვია თუ თეთრკანიანი არ ვარ არის. I'm not alive but I can grow. I don't have lungs but I need air. What am I? ხე. ხო, სცენარი რაღაც. არა. არა? სცენარია და არც ხე. თავიდან თქვი? I'm not alive but I can grow. I don't have lungs but I need air. სოკო. არა სცენარი. სოკო არ არის მე სცენარი აი. Wait, I don't have მაგრამ სუნთქავო? დიახ. ისა სუნთქავს იზრდება? ცოტა დებილობა არის, მაგრამ ვერი. ყოლე. ისა, რა ქვია იმას, ესე რო კეთებენ იმაში, ჭედლები. რა? კაი რა არის თქვი? შენ ხარ ყლეები? შენ ყლეს ხარ და ეგ არის ვარყალი, ცნობილი ვარყალი. ბიდი რა არის თქვი? ცეცხლი. მე ეგ იგივეა. ეგ არის რაც აძლევს ცეცხლს ჰაერს. ხო, მე გამოვიცანი. კაი, შემდგენი. 3-0, დავაი. აღიარე რომ სცენარი უკეთეს პასუხი. კაი, მაშინ თუ გინდა ესე ვქნათ, რასად როდის კითხვებზე შედი და ეგენდა. დავაი, მისდე. დავაი, მათეგულვას სამეული. გველი! ყველი, რა მეკონი პიპილა. რა პეპელა შენი დედა მოტყავ, რა პეპელა. კაი, მე მეორე ხუმრობას არ ვიტყვი, იმიტომ რა გაგაჩვენებთ მე. რა ხუმრობას არ ვიცი. აი ცნობილი მეორე ხუმრობა რა არის მანდიდან? რასად როდისიდან? ხო. რა რომელი? ხელში მჭერია. რა. ვიცი. არა ერთხელ. ბაზე წავიკიდა ცეცხლი. ბლია რა. პათეგულოა დაუწვიენ 2 წამის წინ ხალხო, თქვენ ეს ვერ დაინახეთ. დაისაჯა ხუმრობისთვის სახლის დაწვაზე. ვინე რომ მელუამ შემილოცა. ვინე რომ მელუამ სარკეს ჩაიხდა თავის თავს ეჩხუბა და მე შენ წაგეკიდა ცეცხლი. ეს გოლდუმის რეფერენსი. მოდი, მოვიდა რასაც როდის დრო გადავიდეთ. წავიდა. წამყვანის ხმის გაკეთება შეგიძლია? წამყვანის ხმის გაკეთება ჩემ. ბატონო გიორგი. რაღაცა. ეგრევე. ბატონო გიორგი. ეგრევე რაღაც სპონტანური იმითი. ასთმის ხმით ვილაპარაკე. არ დაგემო. მეგობრებო. მოგესალმებით. მოდი დავიწყოთ პირდაპირ. ბატონო მათე. მე დაგისურვებთ ახლა პირველ შეკითხვას. ესე არ ლაპარაკობს ის კაცი, მაგრამ კაი. ესე ვქნათ მე რა ვიცი. დავაი. არ ვახსენდება. მიდი.
კაი, ცხელი რაღაცებს ჩვენ არ. ესე იგი, პირველი შეკითხვა. Zikaya Ploshad, давай. Zikaya Ploshad მიეცი. მაგრამ დაგვა კოპირაიტები? ნახე YouTube-ზე თუ აქვს კოპირაიტები, აგასწრებელი. არ დაგვა კოპირაიტი. შენ წაიკითხა, პასუხი ნახე, ყლეობა ხო არ არის. და თუ არის, არ გიკითხე მაშინ. მე ვიქნები მუსიკალური განფორმებული. Zikaya Ploshad. უსუათ ნამოძე. გააჩუმე ბიჭო ზინავს ხალხს. აი. ეს არ არის. Ai, машин. Что наша жизнь? Что? Игра. Где? Когда? Что? Где? Когда? არ მოხსნა თავი, მოგიტყრა რომ კარგი სტრაქს, მომეცი ბიჭოები. რატო არ უნდა მოხსნა? მომეცი. რატო არ უნდა მოხსნა? აუ დაგენძრევა ეხა მომეცი. რატო არ უნდა მოხსნა? ან ნუ მომიშლინე რომ. რა სექსუალური დიალოგი წამოიწვა. მომეცი მე. აჰა, ესე უნდა კარიზო გოგო. Вася. Это самое. Что наша... Айгре. Давайте. ის აქვს კოპირაიტი. Амаски. Бара ეს არ არის. მაგას მე ჩართეთ კაცო და ერთი წამი. ვაიმე ვოლტის კოპირაიტი. დაგოსპონსორი. რეკლამა გადმოწერა თნა. ჯვა. 10 წამი გაუშვება და 10 წამი ნაკლები თვალე არ აფიქსირებ კოპირაიტი. აუ ბიჭო თქვენ შიქ ხო არ გაქვთ თო იკითხები. აუციო. გაჩერე ხოლმე. შემდეგი შეკითხვა ხაშურიდან. ზაზა თელია კითხულობს. მაგრამ თუ არა მომდითავზე. ზაზა თელია ხაშურიდან კითხულობს. დიახ. ბრიტანულმა პარლამენტმა მაღაზიათა ქსელი მარკს ენ სპენსერი მოდიფიცირებული X-ების გამოყენებაში დაადანაშაულა. დიახ. იაპონიის მეტროებში თვითმკვლელობების შესამცირებლად პლატფორმებზე X-ი დაამონტაჟეს. დაგვისახელეთ X-ი. X-ი. აი ცერცავი. ერთხელ წაიკითხე და დავიწყოთ დრო. ბრიტანულმა პარლამენტმა მაღაზიათა ქსელი მარკს ენ სპენსერსი მოდიფიცირებული X-ების გამოყენებაში დაადანაშაულა. იაპონიის მეტროებში თვითმკვლელობების შესამცირებლად პლატფორმებზე X-ები დაამონტაჟეს. თვითმკვლელობების შესამცირებლად? ხო, იაპონიაში იხოცებოდა. ერთი წუთი გვაქვს. აი მაინც 5 წამი. 1 2 ნუ არ ტაპუნებს. წავიდა. გველი, კაკალა. საცახადი იხოცება ვაგი ხალხი, მაგრამ რა შეიძლება ვაგის პრევენცია იყოს, რომ თავი არ ჩამოურჩოს ვიღაცა, მაგრამ დაამონტაჟოს. მარკს ენ სპენსერი რის მაღაზია? აზია რო არ მარკს ენ სპენსერი. ტანსაცმლის მაღაზია თუ არის, მაშინ მოდიფიცირებული რა შეიძლება დააფინან მასაკნას რა ქვია. ისაკოლია რა ქვია, ჩამოსაკიდე რაღაცა რა ვიცი, მაგრამ ხო, აბორტები ხო არ არის? რა? აბორტს მაგით იყიდებენ. რით ბიჭო? კოუთენგერებით. ხო, მაგრამ რა შუაშია იმასთან მეტროში. და თან დაამონტაჟეს ეგ. და რა აიღეს პირიქით, ანუ მაგან ეგ რო დაამონტაჟეს პრევენციისთვის იყო. მაინც ერთი წამი. რანაირად შეიძლება რომ X-მა მოახდინოს პრევენცია სუიციდის ეგ მაგაზე მოვიფიქროთ. ბიჭო, ის ხო არ დაამონტაჟეს მარტივად რო წდება ეგეთი თოკები რაღაცები არ ვიცი. სუიციდი. არა, იაპონიაში გადმოხტომით იკლავენ თავს. მალე. შო, დრო ამოიწურა. აი, ვინ პასუხებს? ბატონებო. ბატონო მათე. დიახ. ვინ უპასუხებს პირველ შეკითხვას? პირველ შეკითხვას უპასუხებს ნუ სერჩავ ხა. ერთი წამი კაცო. გამოართვე ეს ერთი წამი ტელეფონმა გაჭედა. ჩემო წამყვან უკაცრავად. 10 წამში პასუხს გავავისვენ. მე ვპასუხებ ბატონო წამყვანა. მარკს ენ სპენსერმა შეგიძლია კითხვა გამეოროთ? ბრიტანულმა პარლამენტმა მაღაზიათა ქსელი მარკს ენ სპენსერი მოდიფიცირებული X-ების გამოყენებაში დაადანაშაულა. იაპონიის მეტროებში თვითმკვლელობის შესამცირებლად პლატფორმებზე X-ები დაამონტაჟეს. რა არის X-ი? მე ვპასუხებ ბატონო წამყვანა, შეგიძლია კითხვა გამეოროთ?
ბატონო მათე გთხოვთ. ეს არის საკიდი. დასასვლის საკიდი. ბატონო მათე. აჰა. თქვენი პასუხი არასწორია. შეგეც შენ მოგიტყანი სადმწყნერე. შუღელ სასათელია. საბასი ლარი გადა. თმის გადასალელი გადა. აი რა იყო პასუხი? სწორი პასუხი არის სარკე. ოკეი, რო სარკეში რო ჩაიხედავდნენ, ვეღარ იკლავდნენ თავს? ეგ ერთი და იმათ მარქსეს სპენსერსი იმას გამრუდება. ხო, არა, ეგ მივხვდი. ეგ მივხვდი, მაგრამ ეგეთი სარკეები და რომ არ ვარ მსუქანი და არ მოვიკლავ თავს? არა, კაცო, ის მე მგონი შემდეგ მიგვიშველი. მარქსეს სპენსერის სარკეები კი არ წაუღიათ იაპონიაში. არა, გასაგებია. იმიტომ რომ იმისთვის რომ გაფხტარი გამოგაჩინოს სარკეში უნდა ჩაეტიო ჯერ. კაი, მე აგრძელა ის. შემდეგი შეგეთხო მე. ჩამეთე სტუდია კაგდა. ეს როგორ მუსიკაა, ანტიკურ საბერძნეთში ამის ფონზე ყნაურობდნენ ალბათ. დიოგენი ანძრევდა ამის ფონზე. მე როგორც ანტიკურ საბერძნეთში ბატონებო. სიჩუმე, კარგით მოусმინოთ ერთით. ბატონებო. დიახ. 1759 წელს ბრიტანელმა კორსარებმა ხელში ჩაიგდეს ესპანური ხომალდი, რომელიც ამერიკიდან მოემართებოდა. ბრიტანელმა გემზე ნაპოვნი მთელი ტვირთი ზღვაში გადაყარეს, რადგან თხის ექსკრემენტად ჩათვალეს. რა იყო სინამდვილეში ხომალდის ტვირთი? ვიცი. დაიწყო დრო? დიახ. ახლა დაწყებულია. კარგი, ისა რა ქვია, რა შოკოლადი? შოკოლადი, ოკეი. ყველა, ნუ ადამიანელი პასუხი ბატონო წამყარა. ბატონო მათე გისმენთ, ვინ გასცემს პასუხს? მე რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჭკვიანი ვარ, შოკოლადი. თქვენი პასუხი ბატონო მათე არა სწორია, მაგრამ თან სწორია, არ ვიცი, კაკაო არის აქ პასუხი. ხო, არა სწორია. ისინი არ ჩათვლიდნენ მე მგონი. ისინი ვინ იმას მომისმინე ის არის კოცი იყო რა ქვია, ბატონო წავალე, ამიტომ მაგის დედა შევეცი და შესაბამისად ჩავთვალოთ და ერთი. წავიდა. ჰეი. გაი. ვიღაცა რა მაგრა გაეღვიძა. კარგი შემდეგი. აჰა, რა მოიცა. ჩაი. მე ჩაუწია და აპაუზო. მე ჩაუწია. მაგას როგორ ისმის? კაი. შემდეგზე მიზან კარგი. ან პროსტო გადაცემის გენერალური სპონსორი არის თქვენი კომპანია, მეგობრებო, შეგიძლიათ დამკვიდროთ და დაასპონსოროთ ღამის პოდკასტი. ასევე ცნობილი როგორც 7 ზიზღმრები. რაც კაპონო ეს. დაგენძერო. ნუ შვები იღებს. არ ვიზა. ბატონებო. დიახ, შენ ხო გუნდში ხარ ბლიად. დიახ. ესე იგი, ერთ-ერთი საინფორმაციო საიტი იუწყებოდა, რომ დედამიწას კიდევ ერთხელ შეესივნენ მარსელები. დედამიწის მმართველები მშვიდად არიან და წინა შემთხვევისგან განსხვავებით ამჯერად არა მუსიკოს, არამედ სხვა პროფესიის წარმომადგენლებს მიმართავენ. ერთი წუთის შემდეგ გითხარით, თუ რა შევცვალეთ ჩვენი სიტყვებით დედამიწა და მარსელები. ისეთი იუტური შეკითხვა. მაგიტო გეუბნები პასუხი ნახე ჯერ იქნება ყლევას. პასუხით ნახე ჯერ და სახელი რომ მიწოდა მაგიტო. კაი, აბა მითხარი. კაი, დავიგდოთ ესე იგი. არა, მითხარი. პასუხი იყო ჰამელნი და თაგვები ეს არ ვიცი რა. აი, მაგიტო და შევეცი. ბატონო წაყვე, თქვენ ხო არ ანდრებთ. კაი, აჰა, ესე იგი. მე-17 საუკუნეში სემიუელ პაიპისმა ჩაატარა ცდა. კატას დაალევინა გარკვეული სახის ზეთი, რის შედეგადაც კატა გარდაიცვალა. პაიპისმა სცადა სამეფო ოჯახის გაფრთხილება, მაგრამ მას ყური არ ათხოვეს. შეიძლება ითქვას, რომ კატა იყო სხვა ცხოველის წინამორბედი. დაასახელეთ ეს ცხოველი. რა, ვეფხვი? ამაზე ხალხი აზროვნებს, ბიჭო. ერთხელ კი ეწამიკითხე რა ხიხვეწები. რა კითხვებია ეს? კაროჩე ვიღაც ტიპა დაალევია. წაიკითხე. მე-17 საუკუნეში სემიუელ პაიპისმა ჩაატარა ცდა. კატას დაალევინა გარკვეული სახის ზეთი, რის შედეგადაც კატა გარდაიცვალა. პაიპისმა სცადა სამეფო ოჯახის გაფრთხილება, მაგრამ მას ყური არ ათხოვეს. შეიძლება ითქვას, რომ კატა იყო სხვა ცხოველის წინამორბედი. დაასახელეთ ეს ცხოველი. ანუ დრო, კაი. ანუ ესე იგი, ამ ცხოველს ასმევდნენ ამას უკვე, ხო? ხო, მაგას ნიშნავს ალბათ. სავარაუდოდ, ამ ცხოველის წინამორბედი ევოლუციურ წინამორბედია საუბარი. არა, ბრიტანეთში სამეფო ოჯახში რა ცხოველი შეიძლება ყოლოდათ? ზაღლი. ბლიად, ცხენი. არა? ან ჩვენ რას ვასახელებთ?
ცხოველს. ოკეი. დაუ ცხენი. ცხოველი ბევრია. მე ცხენს მივნენ და ზეც რატო დაალევინებდნენ ცხოველს? რო კარგად მოეჯვა. ბრაჯვამს. ძროხა. კაროჩე მე ვაწვევი ცხენს მაინც. ძროხის ბზღნერით შეგიძლია ფერტილიზაცია მოახდინო რაღაცეების. 1740 ზღნერით შეგიძლია. ნუ ძროხის ბზღნერით კარგად შეგიძლია და შენ მაგ წამყვანი ხარ. აი, მაინც კაცო შენ წამყვანი ხარ. ეგეც არის. და სამეფო ოჯახს რა აღთქმდნენ რომ კლავს წინამორბედ ცხოველს არ კლავდა. ხო, საუბრობთ. აი, დრო. ანუ თავაზუსტებ რომ კატა იყო სხვა ცხოველის წინამორბედი, ის ცხოველი არ იყო მის წინამორბედი. ჯერ ეს კატა იყო და მე იყო ის ცხოველი, ანუ ეს არის ჩარი. გველი. ვერგ ანუ კატის მერე იყო რაღაც. კატა შეიძლება ითქვას რომ კატა იყო სხვა ცხოველის წინამორბედი. ხო და მე ვიძახე ცხენი ძმა. ანუ კატის მერე რა მოდის ჩვენ უნდა გავიგოთ. ნუ ეფხვი ლომი რა. კატაზე ჩაატარეს ექსპერიმენტი. ბატონებო. შემდეგ უნდა ბატონებო. კაი, შავი. ბატონებო. ვინ უპასუხებს? ბატონო მე. თხოვთ. კაი, ამან უპასუხებს რა. ბებერი კაცი უპასუხებს ამ შეგიძლია. აუ ჩემ მე რატომღაც ჩემი ჩამპალი ინტუიცია ვგარნახავს რომ ეს ცხოველი არის ცხენი. ვენი პასუხი სწორია ბატონო თომა. რატო? იმიტომ რომ 1 წვეთი ნიკოტინი კლავს ცხენს, ეს არ გაგიგია? 1 გრამი გამიგია. აჰა, გამოიძრეთ. გავიმარჯვეთ ვაშა. რა ვიცი. ოჩახ ბებერო კაცო გაგიმარჯვეს. ბრავო. აი მე ეს ჩემი სწორი პასუხი იყო, იმიტომ მე ავირჩიე რომ ამას კი, დავай. ბიჭო, მე აღარ მიდგება, მე ვეღარ მომიწევ, მაიცა. ესე იგი, გაშუნდი. ხა დავაფეიდე თამაში. აიცა მე წყალი მინდა და ის არ ქნაძე. მეგობრებო, შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის სპონსორი არის თქვენი კომპანია. გთხოვთ, მოიტანეთ. გამოგვიძებთ საჭმელი, სხვა რაღაცები შეგთავაზეთ. პუპირური პუმპურუმ. პურურურურურურურურუ. პუპურურუ. პუმპირური ხადარი მოვიდა საზაუკრეში. ეს სპონსორი გვინდა. არ ბაზის ბანკი. ბაზის ბანკი მე ლიტერალურად ხალხს აძლევს და ხო. რა თქმა უნდა ხალხი ისევა. კაი, 85 ლარი, 80 მე შევთავაზე 85 შემოთავაზე. დავითრი. დაუბრუნდით შარლის მდგომარეობა კარგი აქვს, ხო? ჩაუცმელი მდგომარეობა. აუ, შო, დავაი. მოუწნელია შეიძლება ითქვას. კაი, შემდეგ ვინ არის მოუწნელი? ბატონებო. მოიცა, შეკითხვა კი არ გავუშვა. მუსიკა, ხო, რა მუსიკა. რა დროს მოუწნელი შარვალია. ჩაიგე. სტივენ ფრაი ამბობს, ბოდიში გაციე ეს მარტივია. სტივენ ფრაი ამბობს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელები, რომლებსაც ეშინოდათ, რომ ვეღარ აწარმოებდნენ X-ს, გადავიდნენ X-ის წარმოების სხვა ხერხზე და ალტერნატიული ნედლეულის გამოყენება დაიწყეს. თავიდან ისინი შიშობდნენ, რომ მიღებული პროდუქტი შედარებით უხარისხო და წითელი შეფერილობის იქნებოდა, თუმცა მათი შიში უსაფუძვლო გამოდგა. რის დამზადებაზეა საუბარი? ბრიტანელები ეხლა სტივენ ფრაი არის პიდარასტი, მოდი აქედან აღოვიდე. ჰიულორის მაგაცი იყო. კი. და ალბათ არის კიდევაც, მაგრამ კი, კაცო, აბა. კაი, მაგას დაუბრუნდებით ორ წამს. ჩაი, რავი მე. ბატონებო, დაიწყო ძალიან ის არის ან მეორე მსოფლიო ომის დროს იყო დედამოტყნული სიტუაცია რა და რაღაცა ფორს მაჟორში ამზადებდნენ რაღაცას. რა შეიძლება რომ ფორს მაჟორში დაამზადო და იყოს ცუდი. თან წითელი შეფერილობის იქნებოდა. პური? პური? არა. პური? პური რა, წითელი პური. წითელი რა არის ცუდი? წითელი რა არის ცუდი რა არის ხორცი არა. ეგ კარგია. წითელი რა არის ცუდი? ბრიტანეთში. ხო. რა, ჩაი წითელია ის. ზე მაშინ. არა. წითელი რძე არა. უცნაურია. მაგრამ რძე რამე მეორე მსოფლიო ომის დროანი ხან. სამომარი მოქმედებები გავითვალეს დომში რა გჭირდება? საღებავი რაღაც რა ვიცი მე. ტყუია. მუტელი. იმას თუ გავითვალისწინებს ალექს გარლანს, მაშინ მუტელი გჭირდება. ის რა ქვია, კამუფლაჟი არ ვიცი, ხა წითელი არ ვიცი ხო. წითელი კამუფლაჟი ბრიტანეთში. ბატონებო 20 წამი. არა, შეიძლება რომ მაგას ეშინოდათ, რომ ეს წითელი იქნებოდა, კამუფლაჟი არ გამოდგებოდა, მაგრამ წითელი. გვინო არა. ლუდი?
ბრიტანელებს ლუდი უყართ. ხო, მაგრამ ო, რა დროს ლუდია ბლად. რას იყენებდნენო? აი, ერთხელ. ესეთი რაღაც მეტრო რო დამთავრდება დრო. შეკითხვა კიდევ ერთხელ წავიკითხე ხოლმე და მე ვუპასუხებ. არის, მაშინ პირდაპირ ვითხოვ მის კითხვის პასუხს. ოკეი, აი. სტივენ ფრაი ამბობს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელები, რომლებსაც ეშინოდათ, რომ ვეღარ აწარმოებდნენ X, გადავიდნენ X-ის წარმოების სხვა ხერხზე და ალტერნატიული ნედლეულის გამოყენება დაიწყეს. თავიდან ისინი შიშობდნენ, რომ მიღებული პროდუქტის შედარებით უხარისხო და წითელი შეფერილობის იქნებოდა, თუმცა მათი შიში უსაფუძვლო გამოდგა. რის დამზადებაზეა საუბარი? მათთან წამყარა მე ვპასუხებ ამას. ისმენთ. ჩუმატლე. ლუდი. ბატონო, მათე თქვენი პასუხი არასწორია. დიდი ნახვი შეყლევ დამეწყვენი. რა ჩაი იყო პასუხი? შაქარი. ბლად, კაი, მაგრამ წითელი შაქარი რანაირად უნდა ყოფილიყო? არხლისგან დაიწყეს შაქრის კეთება და მოვიდა. კარგი. ორი თეორი. ჩაი უფრო ახლოს იყო, რომ შაქარი ვფიქრობ. აი, მე მექნება სწორი პასუხის მუსიკა ჩართული და შენ კონდეს დაბძრვალების მუსიკა. არ არის შეიძლება ესე იგი. დიახ. აი ეს შეკითხვა მათეს გავუსწორდება. აბა. ერთ-ერთ ანტირასისტულ პლაკატზე, რომლის დევიზიცაა ყველაფერი უკან გვიბრუნდება, გამოსახულია ბუმერანგები. დიახ. ყურადღება შეკითხვა. დაასახელეთ თუ რამდენი? რამდენი ბუმერანგი? რამდენი ბუმერანგი არის გამოსახული? დიახ. მეგობრებო, ანტირასისტულ პლაკატზე რა წავიდა დაწყებულია. შეიძლება იყოს გამოსახული რა შეიძლება ანტირასისტული პლაკატი, ანუ მაიც ამერიკა. ყველაფერი უკან გვიბა, არა, ავსტრალიაზე იქნება ეს. ბუმერანგი ყველა კი არ არის. ოკეი, ავსტრალიაში რა რაღაც ციფრთან რა ფიგურირებს, რა შტატი. ემუ. უკან გვიბრუნდება ბუმერანგი. ყველაფერი უკან გვიბრუნდება. რამდენი? 2? მაშინ რამდენი? რიცხვია უცნაური ეს. ავსტრალიის ლორი არ ვიცი ბიჭო. რავი, შეიძლება რაღაც აბორიგენებს ორტყვიას ესრობდნენ ან რაღაცა ეგეთი არ ვიცი. ხო. ბატონებო 20 წამი დაგჭათ. აი, პროსტა გავარტყათ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, რომ გამოვიცნობ 2 იყო. არა და მეც რაღაც ახლა არ ფიქრობთ ახლა თქვენი პასუხები. რამდენი დაგიბრუნდება, რა ვიცი, ბუმერანგი გაისროლე. ისტორია. 1. 5 წამი მეგობრებო. אז დაგჭა. რამდენი რას არის? კაი, გაგვიმეორე შეკითხვა. ერთ-ერთ ანტირასისტულ პლაკატზე, რომლის დევიზიცაა ყველაფერი უკან გვიბრუნდება, გამოსახულია ბუმერანგები. ყურადღება შეკითხვა. დაასახელეთ თუ რამდენი? რამდენი ბუმერანგი? დიახ. კაი. ვინ გამცემს პასუხს ბატონო მალე? რატი. 5 ბუმერანგი. თქვენი პასუხი ბატონო რატი არასწორია. მაშინ მე გაგცემ პასუხს 3. თქვენიც არასწორია და სწორი პასუხი არის 4. რატო? იმიტომ რომ სვასტიკა იყო გაკეთებული ბუმერანგები. აყალეობაა. გავუშვი დამარცხების მუსიკა. ის დამარცხება? არა ეს რომ თავდება ეგ მუსიკა. ეს არის ვაფშე თუ ჩაიჯვი კაცო. ხო. ნუ ვაფშე ჩავა. 3-2 არის ანგარიში ბატონებო. მოგიწოდებთ? კაი, ახლა ვიფიქროთ რა. გონივერების ხო. არა ახლა ეს მარტივი კითხვა იყო ეს. ყლეობა იყო. სპეციალურად დაგუპასუხეთ. კაი, ეს წავიდე. კაი, ესე იგი. ბარი თავიდან დაიწყე. კაი. დაიგიდე, კაი, გაგზელ. კაი, რა ანგარიშია 3-2 არის. ეს ახლა შემდეგი შეკითხვა ესეთი რომ დებილობაა და მინდა რომ გითხოთ, მაგრამ ვერ გამოიწვევთ. ხო, არა. ამიტომ არ გკითხო. ყველა ნორმალურები. ამას უბრალოდ გეტყვით. იმიტომ რომ ოდნავს ასაცილოა. 2011 წლის შემოდგომაზე ნიგერიაში აშშ-ს საელჩომ ადგილობრივ ხელისუფლებას დაგეგმილი ტერაქტების შესახებ აუწყა. დაასახელეთ თვედა რიცხვი, როდესაც ეს გაფრთხილება გადაეცა ნიგერიის მთავრობას. 9/11 თვედა რიცხვი, როდესაც ეს გადაეცა, ესე იგი მეცხრე თვე რიცხვი 1 მეცხრე სექტემბერი ეს იყო 10 სექტემბერი. არა. უფრო ჩვენ იმაზე გადმოდი. უფრო რიცხვი უნდა თქვა პირდაპირ? 7 ნოემბერი. ახლოს ხარ ძალიან. 8 ნოემბერი. 10 ნოემბერი, 9 ნოემბერი. 5 ნოემბერი არის პასუხი.
აქ რა უნდა მივხვდარიყო? არაფერი, ან ლოგიკა არ არის, Guy Fawkes-ის დღე რო არის. ხო, არა, ეგ გავიგე, მაგრამ რა ეს როგორ უნდა მივხვდე? რატი შუბლაძე, შენ სუდი შეკითხვა დასვე. რატი შუბლაძე? ბადრი შუბლაძეს ვინ არის? შემდეგი კარგი გიხდა გუს. ესე იგი, ეს არ ჩავთვალეთ. დიახ. რა დებილობები არის ხა ეს ამ დიდხანი მან კლევერ შეკითხებიათ. ესე იგი, ჩაიჯვი. ფეხბურთიც არაფერი. დავაი ფეხბურთზე გამოვუშვი. კაი, სუდადა. აჰა, თემატურზე დავბრუნდა. იუდეველთა რიტუალში ეს წარმოადგენს შეხსენებას იმ ლოცვა კურთხევის შესახებ, რომელიც თავისი ხალხისთვის აღავლინა ღმერთმა. ქრისტიანობაში ეს წარმოადგენს ერთ-ერთი საიდუმლოს განუყრელ ელემენტს. აი, მუსლიმანები კი მას მიიჩნევენ მხოლოდ იმათ პრეროგატივად, ვინც მიაღწია სამოთხედ. დაასახელეთ ეს. ვერ გავიგე კითხვა ისე წაიკითხე. მართალი ხარ. იუდეველთა რიტუალში ეს წარმოადგენს შეხსენებას იმ ლოცვა კურთხევის შესახებ, რომელიც თავისი ხალხისთვის აღავლინა ღმერთმა. ქრისტიანობაში ეს წარმოადგენს ერთ-ერთი საიდუმლოს განუყრელ ელემენტს. აი, მუსლიმანები კი მას მიიჩნევენ მხოლოდ იმათ პრეროგატივად, ვინც მიაღწია სამოთხეს. დაასახელეთ ეს. საიდუმლო რიტუალი არის. ისე რა ქვია? ზიარება. 72 ვაჟიშვილი. 72 ვაჟიშვილი წინდაცვეთა. აჰა. ახსარება. ვინც მიაღწია იმათთვის არის მარტო ნათლობა. სამოთხეში მოხვედრა, ვინც მოხდა სამოთხეში იმათთვის არის ხონება. არა, მუსლიმები ფიქრობენ, რომ ეს მარტო იმათია, ვინც ზევით წავიდა. და ისინი ფიქრობენ, რომ აქაც უნდა კონდეთ. ის არა ქვია. ხორწინება. ახსარება, რავი, ახსარება. ახსარებას მუსლიმებიც აბარებენ, მაინც კითხვა. ხო, მე მაგრამ არა. ვის აბარებენ? ჩვენ გაჩუმდე გასულში. არაკეთებენ. და არის საიდუმლო რიტუალი. Fuck. დასაფლავება. საიდუმლო რიტუალი არა. დასაფლავება. აბა რა არის ეგრეთ ქუშენ. ქრისტიანობაში ეს წარმოადგენს ერთ-ერთი საიდუმლოს განუყრელ ელემენტს. ხო, საიდუმლო ანუ ხო. საიდუმლოს. ქრისტიანობაში საიდუმლო რა არის? ზიარება. ახსარება. დრო ბატონებო. კაი, ერთხელ საიდუმლო ქრისტიანობაში სერობაა. ერთხელ წამიგითხე კიდე. ჩვენში რა დარჩეს და რაღაცა მოხდა მე იმ სერობაზე რაღაც ქნა იბანა. ჩვენბაცმა. იუდეველთა რიტუალში ეს წარმოადგენს შეხსენებას იმ ლოცვა კურთხევის შესახებ, რომელიც თავისი ხალხისთვის აღავლინა ღმერთმა. ქრისტიანობაში ეს წარმოადგენს ერთ-ერთი საიდუმლოს განუყრელ ელემენტს. არა იტყუო. აი, მუსლიმანები კი მას მიიჩნევენ მხოლოდ იმათ პრეროგატივად, ვინც მიაღწია სამოთხეს. გისმენთ ბატონო, მათე. ვინ გამცემს პასუხი? მე გიპასუხებ. გისმენ? ეს არის პასუხი ბატონო მათე. მაიცა კაცო ეს პასუხის ნაწილი. ეს არის ახსარება. თქვენი პასუხი ბატონო მათე არასწორია. ვიცოდი კაცო ეგეც. პასუხი არის ღვინო. What? რა ყლეობა ჩაიჯვირა. არ არის ყლეობა, მუსლიმები არ სვამენ. ხო, ეგ გავიგე, მაგრამ ყლეობა ანუ ქრისტიანობაში ეს ერთ-ერთი საიდუმლოს განუყრელ ელემენტს. რა გააკეთა საიდუმლოს ერობაზე? ორი რაღაცა. ორიენტი რაღაცა და ღვინო მეტი. აუ, სირობაში. ეს არის საიდუმლოს სირობა. და ლოცვა კურთხევის შესაძლებელი თავის ხალხის აღავლინა ღმერთმა სამარადოდ ღვინო დრო მაგიცია ეს არის. ნილოს არა, ჯერ არ წაგიგე. 4-2-ია? 4-2-ია და ესა ამოქაჩა. კაი, მოიხოდე. დავай, დაფიქრე, თემა დაფიქრე. აი, არ გვინდა ის ღადაობა არა. ჩაიჯვი. შუმატ, всё, კაი, სერიოზულად. დიახ. ესე იგი. აუ, რა ვიხე დავსვავ ესეც იგი. ძალიან ნახევარი მოგვეც. კაი. ლონდონში დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიის კიბესთან დგას ორი ბიუსტი. ვისი და ვისი? ეს რა ყლეობა, რა ვიცი. არ მინდა ფაქტობრივი. შექსპირი, ნიუტონი და ზაზათელია, რა ვიცი. არა, ერთი შექსპირია მოიჭრელი. დავუთო ეს შეკითხვა. ერთი იქნება შექსპირი ყველა ვარიანტში. ბოდიში სადაა ეგო? დრამატული ხელოვნების თეატრის. ხო, კაი, ერთი შექსპირი იქნება და მეორე რაღაც ყლეობა იქნება, ქალი ალბათ. პეტროვები მე ვფიქრო. ისა, მერი შელი, რა ვიცი. პიტერ ბრუკი? არა, პიტერ ბრუკი ახლა ხარ მოვიდა კაც, მაიცა. არა. არის გენდალფი. ეგარ მოვიდა. არტურ კონან დოილი? ბიჭო, რა ძალიან შულელებზე მიდიხარ მართლა. ყლეობა შეკითხვა, მე რა ვიცი ხა. აიცა, შექსპირი ერთი. ლოგიკასთან არის კავშირი არ არის, ეს უნდა ვიცოდე. აგატა კრისტი არა, აგატა კრისტი არა. აუ, იმენა ნეხვი ხარ რა.
ვინ არის ნეხო? მოიცა კაცო დრო. ვის დავშვი შეგიძლია. შო გაუქმებულია შეგიძლია. კაი, მოიცა ვინ იყო? პასუხი. შექსპირი. ბერნარდ შო. ბლად მოგიხარ. ეს როგორ არ ვიცოდი იმენა. არა, ბერნარდ შო უნდა ყოფილიყო კაი, ეს არის თვლება. შემდეგი ერთი წამი. არა, არ ვიცი ხა მეზარება კითხების თავიდან მომწაკითხო. მეორე პეპერეცი შექსპირი ხო იყო ერთი. ოსკარით დაჯილდოების ცერემონიაზე ბედნიერ გამარჯვებულებს იქვე ართმევენ ხოლმე ნანატრ სტატუეტებს და უბრუნებენ მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ. რისთვის კეთდება ეს? დრო ბატონებო. ესე იგი ოსკარი მივიგე, წამართვეს. ხო. და მე ერთი კვირის შემდეგ მომწეს. იმიტომ რომ სახელი დააწერონ ზეთ? სავარაუდოდ. ეგრეთ შეიძლება, მაგრამ არ აწერია დავიჯერე. ახლა იდეაში არ აწერია. რატო არ ეწერება? არ აწერია, ბიჭო, იმიტომ რომ სიკრეტნად არის იქამდე და იმიტომ. და როგორც გადასცემენ მე სახელსაც. ხო, პროსტა ერთი კვირა რატო უნდა მაგას, იმიტომ რომ ახლა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მაგალითად იქვე აწერენ ორ წამში და მე აძლევენ, მაგრამ ნუ ის ჩემპიონთა ლიგის ფინალია და იმიტომ. ხო, და ეს ნუ ოსკარი ძრევა, მაგრამ ეს მომწონს ეგ ვარიანტი, მაგრამ ყლეობაა ეგ ვარიანტი. არა, მე ჩემპიონი. რადგან ყლეობა, ესე იგი სიმართლეა, იმიტომ რომ ოსკარია ეს. კაი, ვადამდელი პასუხი, კაი. ბატონო მათე ვინ გამცემს პასუხს? მე ვუპასუხე. კაი, თომა უპასუხებს, თომა. ბატონო მოსამართლევ. მე ვიცოდი რომ იგი 18-ის იყო, არა, კაი ხო, ღადობის garaში, ესე იგი ამ ოსკარს იმაშვებენ. გადაობა იყო, მადლობა. ეს ოსკარებს ესე იგი მიაქვთ ეს ოსკარები, აწერენ გამარჯვებულის სახელსა და გვარსა და მე უბრუნებენ და ისინი ითხრიან ტრაქში აბას. თქვენი პასუხი სწორია, ბატონო თომა, მადლობა. ანუ მე პროსტა რამდენჯერაც უპასუხე, იმდენჯერ იყო სწორი რა, ანუ ეს მოგეცი. აღარ არის რა ქვია. კარგი. 4-3. 4-3-ია ბატონებო. ხვდებით ხომ რომ ალბათ ძალიან რთულ მოცემულობაში ხართ? არა. ქვეყანა თუ ჩვენ? თქვენ ქვეყანას არ ვეხებით აღარ. ესე იგი. ტელეფონი. მუსიკებს შეძ. Crucify by my nation. Da ra 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 da ra ra. Coordination. აუ ერთ რაკაი შეკითხვა იქნებოდა. კარგი ბიჭო. მაგრამ აი, კარგი კითხვა დასვი რა. ხო რა. კარგი, აჰა, კაი. ეს გადაცემა. ესე იგი, რას უწოდა ამერიკელმა პუბლიცისტმა ბენს ჰაკარდმა თუ პაკარდმა ხილოვნება ხო. ხილოვნება დაუმიზნო თავში და მოვარტყა საფულეში. მოთავიდან წაიკითხე და სასვე ნიშნებს დააგვირდი, კარი. ამის პასუხი ვიცი უკვე. თვალებში მართლა ნანძრევი. რას უწოდა ამერიკელმა პუბლიცისტმა ბენს პაკარდმა ხილოვნება დაუმიზნო თავში და მოვარტყა საფულეში. ვადამდელი პასუხი. მე უპასუხებ მარკეტინგს. იხარ ღირსი რო გითხრა თქვენი პასუხი არ არის მეთქი სწორი. მაშინ გვაფიქრეს ნახევარი. რა მარკეტინგი არ არის პასუხი? აი, ნუ რეკლამა. აი, იდი ნახვი რეკლამა მარკეტინგია. აი, ჩაგითვლი. 4-4. მაგრამ უფრო კონკრეტულად ამასთანავე ეხლა ეს ფაქტობრივი რო არ იყოს, ამას ამ შეკითხვას დავსვავდი. შეკითხვა რა ვიცი, მაგრამ სახელი აქვს სასაცილო. აი, და პასუხი. უბრალოდ წავიკითხა. სოფლიოს ბევრი ხალხებისთვის ის წარმოადგენდა ხანმოკლე სილამაზისა და აღორძინების სიმბოლოს. ჩინურ სიმბოლიკაში ის ამორალურობის სიმბოლოა. იაპონურში არამუდმივობის და თავქარიანობის. 1904 წლის 17 თებერვლის შემდეგ კი ერთ ევროპელის გამოისობით იგი ასეოს გამოისობით. არ ვიცი. გამოისობით იგი ბევრისთვის სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლო გახდა. გაიხსენეთ ამ ევროპელის გვარი. არის სიყვარულის სიმბოლო. ყლე. ანუ ეს იდიოტური შეკითხვა და პასუხი გული და ვალენტინი არა. არა, ჯო პუჩინი არ ვიცი ვინ არის, მაგრამ პასუხი არის ასევე კომპოზიტორი. და პუჩინი კომპოზიტორი. და პეპელა. ძალიან დაძილოგრევა. აყლეობა რას ნიშნავს ეგ ვერგე? არაფერი. პეპელა როდის აქეთ არის სიყვარულის სიმბოლო? ბოზებს ახატიას პეპელას ხოთში. მე სიყვარული მაგაზე კარგად ვინით. ბოზები ხო გევასება ბოზები. ჰე, შემდეგ დავაი. აჰა, კარგი. 4-4-ია ხო? დიახ. აი და სიმბოლურად 5-ზე გავიმარჯვოთ, მოდი. მოიცა იქნება 6-ზე. ისედაც 5-ზე, არა ხო. დავაი მიდი. ესე იგი.
ესე იგი არა ხა მკითხულობ თუ ვერ გაიგეთ ამ ჩემი გარეა ორნიტოლოგებმა რომლებიც აკვირდებოდნენ შემდეგი ყარყატებს შეამჩნიეს საინტერესო რამ ყარყატების გუნდის გადაფრენის დროს დრო და დრო რომელიმე ფრინველი გადაფრინდებოდა გუნდის ცენტრში 10 წუთის შემდეგ კი უბრუნდებოდა თავის ადგილს გუნდის კუდში მის ადგილს იკავებდა სხვა ყარყატი რომელიც 10 წუთის შემდეგ ბრუნდებოდა უკან მის ადგილს იკავებდა მესამე ყარყატი და ასე შემდეგ ამოცანა გვეკითხება კითხვა რისთვის გადიოდნენ ყარყატები გუნდის ცენტრში ვერ გავიგე როგორ ყარყატების გუნდი მიფრინავდა და ეტაპობრივად 10 წუთში ერთხელ დაახლოებით ერთ-ერთი ყარყატი მიდიოდა წინ და წინ ვინც იყო წვეთში ხო იცით ფრინველები როგორც და ის მიდიოდა ცენტრში ბრუნდებოდა ესეთ ცვლებში იყვნენ ოღონდ ისთვის დიახ რატომ ინაცვლებდა მოწინავე ყარყატი ცენტრში 10 წუთის განმავლობაში და მე ბრუნდებოდა თუ ეცვლებოდნენ ერთმანეთს ეცვლებოდნენ ყველა ანუ მოსაჯმელად ან მოსამსმელად არა იდეაში მოიცაკაც ერთ ცენტრში მომსვენოთ არმიებს ცენტრში არა მოიცა შენ ხარ ვისაც პირველი ეტაკება ყველა არა ბიჭო მოიცა ერთ წამი იმიტომ რომ ცენტრში რომ მიდის იქ რეალურად მიდის იმიტომ რომ რაღაცას შეხედოს და რაღაცა შეამოწმოს ხო ანუ მოფსმა მოჯმარა შუაში რეალურად ამოწმებს პერიმეტრს ხო ანუ თები ეღება იმიტომ რომ იქ წინ რომელიც მიდის ის უფრო ჭრის ჰაერს და შესაბამისად არა ანუ ციკლურია ხედავ 10 წუთია ყველა იღლება კაცო და იაცვლებიან ერთმანეთს ყველა ყარყატები ვარ კაცო ყველა არა მე მაინც გონია რომ რაღაც დაკვირვებასთან არის მაინც ერთ წამი ის უკან რომ მიდის რეალურად მე რა მგონია იცი რომ პროსტა წინ რომ მიფრინავ ხო ვერ ხედავ უკან ვინ მოფრინავს ხო და რეალურად ჩემი აზრით უკან რომ მოფრინავს უყურებს დანარჩენ ტიპებს ვინმეს რამე ხო არ დაენძრა და ყოფა ყვარეთი რა ჩემი აზრით არ ვიცი ეს ხო მაგრამ მაშინ ეგ რაღაც უნდა წინ გადაფრენა შეჭირა ერთმანეთს ნათლებიან და იფლიან მეხوار ჩამორჩა ოკეი კაი მე 10 დავთვალ კაი ხო არა მაშინ მონაცვლეობა ყარყატებზე არის ეს ნახე ყარყატი რას აკეთებს ყარყარებს ხო ესე ყველა წუთში ერთხელ თავიდან ყარყარისთვის ბრუნდება ცენტრში ბატონდელი ბაზარი კაი არ ვიცი მეუბნებოდი ბიჭო რა ნორმალური კითხვა დაგვიწყდა აი ვაიცა ის არ არის კაცო რომ იღლებიან და ცენტრში ბრუნდებიან ახლოს არის ხო ეს ის სწორია არ არის სწორადაც ვერ ჩათვლი დაღლა თებს ასვენებენ თებს არ ასვენებენ მაინც დაფრინა თვალებს არა რატო ესე არხებიან ხტე იგი ფლოუთინგი მიდია დი ხო ირაუზე აქვს მე არაფერი მაიცა რეალურად უყურე შუაში რო არის ტიპი ის ხო დაცულია უფრო კი მე რა საძლევს შეჩემა რა არ ვიცი კაი წინ ხო არის გაუჭედე დრო რავი დრო არ არის მე ვთქვი დრო როცა და პასუხი არის რა არის ლოგიკა მე ჩემი ვერსია ყველაზე კარგი და სწორი არის რომ იღლებიან და ამიტომ ფრთებს ასვენებენ კაი და რა აყოლე ცოტა გონება და იქნება უფრო სწორად მიდიხარ გეუბნები ეგ არის აი რა არის პასუხი თქვი დასაძინებლად ვიდიან შუაში აი ხა ეგ ისვენებენ არ არის არ არის ეგ ისვენებენ ძინავ კონკრეტული პასუხი ძინავს რა შემყლეს აკეთებ შე ბიჭო ძალიან კონკრეტული პასუხი არის ბიჭო არა დასვენება ძინავთ როგორ მიფრინავენ მე რა ვიცი შუაში ვარიტომ მიდიან იმიტომ რომ ინერციით ეთყობა ხო და მე ეს სწორად ან ყარყატს აქვს გენეტიკურ კოდში რომ ძილში შეუულია ფრენა მაინც არ ვიცი არა ეგ შენ მაგას გეუბნები მე ახლოს იყავი მაგრამ ყველა აშკარად პასუხი ეს იყო და ეს უნდა ყოფილიყო მოიცა რო გძინავს არის სვენებ ხო მაგრამ დასვენება არ ყოფილა პასუხი იყო დასაძინებლად თორე ხალხად დასასვენებლად კარგი იყოს ხუსტო აი შემდგენი ჩაიჯვი ბიჭო ვიჯვამ ჩუმად ჩაიჯვი რამე ის არ გაქვს რო საკალავი ეხელში გიწიდავს რა ჩატენე კალმის ტარი წესი არის ინტერნეტ შეკითხვა აიჭია ბიჭო თორე დაგი ხო რა წესი ერი ბედნი ერი ჩვენი ერი ნახე რა მაგრა გავლექსე წესი ერი ბედნი ერი ჩვენი ერი გიფისებ შიგიფისებ აღმოხდა მას რაც მოენათა აჰა
აბა გაიცი ამას. სწორი პასუხი. შეთესობოდი. ოღონდ უყურე ამას თუ გავცემთ პასუხს ვიგებთ კლიანად. მაიცა ერწამე. აჰა, კაი, მე. ავსტრიაში გროზგლოკნერი, პორტუგალიაში სერა დე ეშტრელა, შვეიცარიაში დიუფური, ნორვეგიაში გალჰეპიგენი, გერმანიაში ცუგშპიცე, საქართველოში ბატონო ეს ვენდისია. რას ლაპარაკობ ბიჭო? რაც კი ვინა იქასე შპიცე რა შპიცე შპიცე ბიციკუში ყوار ეხა მე ძალიან კაი შეკითხვა დაგიშვი და კაი თავიდან მინიმუმ ეხა საქართველოში რავი ისე ჩარკვიანი გელი თავიდან წაი თავსისულელებთ ეხა მეგობრებო თავიდან ავსტრიაში აი ვიცი პასუხი ავსტრიაში გროზგლოკნერი, პორტუგალიაში სერა დე ეშტრელა, შვეიცარიაში დიუფური, ნორვეგიაში გალჰეპიგენი, გერმანიაში ცუგშპიცე, საქართველოში შამათი. საბლო პასუხია. ჯესეთ მე უნდა ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით ბატონო მე რაღაც ლუდები მგონია. ნატა. ხო რა ვიცი, ზედაზენი. ცუგშპიცე რა არის? ნავს მუქარა არ ვიცი. თუგშპიცე ხა. ცუგშპიცე. კაი, დანარჩენი სიტყვები მითხარი? გროზგლოკნერი, სერა დე ეშტრელა, დიუფური, გალჰეპიგენი, ცუგშპიცე. გროზგლოკნერი, რაღაც ბლოკბასტერის პერსონაჟის სახელია. გროზგლოკნერი. გროზგლოკნერი. ანუ ბლოკნოტი. იში და შამათი. ნაშუაშია. გროზგლოკნერი გავს იმას რა ქვია. გროზ ხوارი ესა საერთო. ბლოკნერი რა არის? საერთო ბლოკნოტი? საერთო ბლოკი ერთიანობა საქართველოს ბლოკნერი. ცუგშპიცა. ცუგშპიცე გავს ახლა შამათს აღიარე. არ არის შამათი. ენდშპილ არის ბოლისა, თამაშის ბოლო იმაში, ემამდე. ჭადრაკში. ნახე ხა ცუგშპიცე, გროზგლოკნერი, საერთო საცხოვრებელი. მე კიდევ გაცნობ საკმაოდ ისე მეტ დროს გა. რედისონი, არ ვიცი. ათამდე დავითვლი მაინც და არც ერთი არ ვფიქრო. აი, აკლა შეგე გროზგლოკნერი არის გეუბნე სახიობის სახელს გავს მეთქი. პორნოგრაფიული სახიობის. კაი ჰა, მოიცა ჯერ. სწორი პასუხი არის მოიცა გეტყვი ვინი პასუხებს ახლა. ბატონო მათე, ნუ გუგლავ. ბატონი მათე გუგლავს. სწორი პასუხი არის შხარა. და შეკითხვა თებია, ბალია. მაგალი თები. და აი როგორ უნდა მივხვდე ახლა ეგ მე? ეგ არის ცოდნაზე. არ არის რომელიც არ გაქვს შენ. მინიმალური რა და ეს არ არის ლოგიკური შპიცე რა არის? ცუგშპიცე არის ევროპის კონტინენტზე ყველაზე მაღალი. ევროპის კონტინენტზე ყველაზე მაღალი. არა, იალბუზი არა. თუ რაც იმიყლებს. ჯომოლგმა ურგული. არ არის უშგული, მით უმეტეს არ არის იალბუზი. როგორ არის? ურგული ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია. შამათი პრომო. ეხ საერთოდ ცუგშპიცე და დამე ცუგშპიცე აგერ ყლეზე რა. ეგრე ცუგშპიცე არის, ეს ცუგშპიცე არის ყველაზე მაღალი. არა, რა ტირასაკეთ. ნუ ევროპის იმაზე არ ვიცი. გერმანიაში როგორ გამოჩნდება ვინმე ვაშკაცი ლამაზი არ გიდა და იგი. ბიჭო, არა. მაგდებიან აქედან ნერვს მუშლის. რა ტიპი იმას არის, რა ქვია, ყიდულობს აქ სამთო შარვლებს. და მთები არის ეს. ვინახა შენ შვილო? დავაი შემდეგი. შვილო, მთაზე უნდა ახვიდე, სახელი კი უნდა დაიმახსოვრ, რა შემოადგია მთის სახელი. შემდეგ. ეს არის ფლება შეკითხვა, იმიტომ რომ ცოდნითი შეკითხვები არ მაინტერესებს მე. ამოაგდე? რაღაცეები რომ ვიცოდე, აქ კი არ ვიждებოდი, ვიქნებოდი ყლისწოვის აკადემიაში. გრატისთან ერთად. ჩანსახეთე. ვინა. კაი. ჩერჩილს ერთხელ კითხეს, რითი განსხვავდება სტალინი ჰიტლერისგან. ჩერჩილის პასუხი ქართულ თარგმანში შედგება 900-იანი ერთი სიტყვისგან. დაასახელეთ ჩერჩილის პასუხი. რითი განსხვავდება სტალინი და ჰიტლერი? 900-იანი, ხო.
900-იანი სიტყვა არის, ერთი სიტყვა არის, ასეთ პასუხი. ტემპერამენტი, ეგ არა. არის 900. ულვაში. ულვაში 6-ია. ულვაში რო მიდია 900 იყო. ულვაში 6-ო დათვალა. ულვაში გასაგებია, მაგრამ მართლობით რომ დათვალე და ულვაში. კიდე ერთი განსხვავება ქუდით, მუნდირით, მუნდირი, დრო, მუნდირი რამდენია ნეტა? მოიცადეთ. სოციალიზმი. ერთი ნაციონალ სოციალიზმი, მეორე სოციალიზმი. არა და ნაციონალ კომუნიზმი არის 9. იქ კომუნიზმი იყო, იქ ნაციზმი, მაგის განსხვავება რა ვიცი. ჰიტლერის ნაციზმისგან. არა, ეს საერთოდ არ ფიქრობს, არა. მე დანძრეული ვარ. სწორად დაიწყო ამ ფიქრი. ულვაში, მაშინ ბანჯგვლები. სიმაღლე S I M A G L E არა, წონა არა. ხმის ტემბრი არა, M T M P R A M E არა. ულვაში თუ სწორად დავიწყე. V A R C H N I L O B არა. S T I L I არა, Č A C M O L ბატონებო დრო. ჩაცმულობა. არა. ბატონო მათეს დაბასო. ჩაფსმულობა. მე გეტყვით მაშინ. სტალინი და ჰიტლერი ხო? გვარი. წარმომავლობა. ბატონო მათე. პასუხი თუ შეიძლება. B. გისმენ ბატონო მათე. ესე იგი, გიპასუხებთ მე და ამ შეკითხვაზე, რომლის შინაარსიც იყო, რომ ჩერჩილს კითხეს, რითი განსხვავდება. სწორედაც ასე იყო ბატონო მათე, ხო, პასუხი გამეცით. სტალინი ჰიტლერისგან ჩერჩილმა მკითხველს მიუგო, რომ სტალინი ჩერჩილისგან განსხვავდებოდა 900-იანი ქართული სიტყვით. ხოლო ეს სიტყვა, რომლითაც სტალინი ჩერჩილისგან განსხვავდებოდა, არის იყო შემდეგი. მისი 900-დან პირველი 100, რომლითაც სტალინი განსხვავდებოდა ჰიტლერისგან, არის არის სიმაღლე. არა. არის სიმაღლე. ეს ვიდეოს. სიმაღლე. კარგად დაიწყეთ ბატონო მათე. რა ულვაში სიმაღლე არ არის. ულვაშის გარდა რა შეიძლება თქვენ სტალინის განსხვავება? ულვაშები. აუ იდი ნახო. იდი ნახო. მართლაში გავსაი იმენაში. ვიცი მე რა შუაში ვარ, კითხვები ესეთი იყო უცებ. მაიცა კაცო 9 თქვი შენ? ნერე? U L V A Š E B I რო აგამოდი. არა, ულვაშები თუ. აუ, ულვაში რო გეთქვა, მას ჩაგიკვირდა ყველა. მე თქვი რომ არ ჩამიკვირდა. ხო, ხუთი ზოგადად ყლეობა ის სიმაღლეთო თქვა და არ არის სიმაღლე. ბიჭო დაგვამია. სიმაღლე ხა იმიტომ რომ ულვაში არ არისო შენ. 900 რო ამოგეღო აქედან გავმოვიცნოდეთ ეგრევე შეჩება რა ეს მეკითხები. ხო, იმედა. არა, პირველი როგორც 3900 იყო და ეგრევე ულვაში ვიფიქრე. ყლეობა Winston შეკითხვა. აი, 5-5 და გამოვიცანა ხელი. Winston Churchill. არ ვაგებთ. ბოლო კითხვა მიდი. დავაი, ეგოთ მიდი გაკეთე ხა შენ რიტუალი. დავაი. შევიდე. აი, როგორ და ხარ შევარჩევ, რენდომ კითხვას ავიღე. დავაი. პირიქით შეარჩიე, კარგია, აბა ეხა ის თუ ის არის, რა ქვია, როდის ჩაიჯვა ირწახაპალო ჰიდმა რა. დავაი. ცხენი. გადაცემის სპონსორია ბაზის ბანკი. წარმატებული შეკითხვების ავტორს გადაეცემა 300 ლარი ბაზის ბანკისგან. ბაზის ბანკი, ბანკი, რომელშიც ხელფასი მერიცხება. აბა. ლეპტოპი ჩავაქრე ბოყიდით, ნახე? ბოტე. აჰა, კარგი, ბატონებო. ახლა მათეს ეს იქნება, ფენორისგან პასუხს ველოდები. აუ, აი, სამივესგან ველოდებოდი, ეგეთ პასუხი აგიდა? ეკაი, ვიდი. აუ, ესე ვერ ყოველდღე. ვიდი შეჩება, ბატონო წამყვანოთ ქვეჩება. შეკითხვის ავტორი ინტერნეტში გადააწყდა კარიკატურა, სადაც შავებში ჩაცმული ადამიანი. კაი მოთავია ბოდიში,
შეკითხვის ავტორი ინტერნეტში გადააწყდა ილუსტრაციას თუ კარიკატურას, სადაც შავებში გამოწყობილ ადამიანს ხელში ინჰალატორი უჭირავს. ჩვენ არ გიკითხებით მის სახელს, დაასახელეთ 70-იან წლებში გამოსული ფილმი, რომლის პერსონაჟსაც წარმოადგენს ის. შავკანიანი ტიპი არის ესა? შავებში შემოსილი რანაირად? ვეიდერი. ვეიდერი. დართ ვეიდერი. ასუხი ეს არის? ვიფიქროთ კაცო. კაი, მოიცა, ნუ მე მგონია რომ დართ ვეიდერი 70-იანებში. მე ეს შეკითხვა არ მომწონს ვაფშე და უარს. მაიცა ერთი წამი კაცო ეს. დართ ვეიდერი. ცნობილი 70-იანებში გამოსული. 77-ში გამოვიდა. ხო ესეთია. ხო იგარ. კი, მაგრამ ვეიდერი build in არა, ესე ინჰალატორი. აკეთებს და დართ ვეიდერი არ არის ფილმი. ფილმი? ვარსკვლავური ომები. ეს შეკითხვა. შემეცით რა თქვენ. ვარსკვლავური ომები. მაგრამ Star Wars იყოს გასხვი? დიახ. ყლეობა. ეგრევე გამოვიცანე რა. ხო, არის რთული შეკითხვა. არ გაგიმარჯვიას, ეს აიცნება, უკეთეს შეკითხვას დავსვენ. აი დაშვა რა ვიცი. რა ვიცი. ესპანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ალკოჰოლური სასმელები დადებითად მოქმედებს X-ზე. ქალებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ ჟურნალში შეიძლება წაწვდომოდით რამდენიმე რჩევას X-ის გასალღობა. 2 წუთის შემდეგ დაასახელეთ X-ი 2 სიტყვით. ერექცია. კი რაო? X-ი ესპანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ X-ი კარგი არის. კი არა, X-ისთვის კარგი არის ალკოჰოლური სასმელები, ქალებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ ჟურნალში შეიძლება წაწვდომოდით რამდენიმე რჩევას X-ის გასალღობა. X-ი რადისთვის არის კარგი? X-ისთვის არის კარგი ალკოჰოლური სასმელები მეცნიერების თანახმად, ქალების ჟურნალებში იყო რჩევები იმაზე თუ როგორ გაალღონ X-ი. როგორ უნდა გაალღონ, ლიტერალურად გაალღონ? თუ გააქარწყლონ? გაალღონ. ელული. ბატონებო, სიცივე. ეს ორი ნაწილი. ორ ნუ გავყავ. კალემა რა თქმა გაალღონ ყინული. ნამი ის რა ქვია. გარადა. ესე ნამი კაიო. ერთხელ კიდე წამიკითხებსო. ესპანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ალკოჰოლური სასმელები დადებითად მოქმედებს X-ზე. ქალებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ ჟურნალში შეიძლება წაწვდომოდით რამდენიმე რჩევას X-ის გასალღობად. კაი, ნახე, ალკოჰოლიც ალღობს და X-ის ალღობს. არა, ალკოჰოლი რაღაცას იმაშუება და ასევე ეს ალღობს. ეს უფრო αλღობს, მაგრამ ალკოჰოლიც ალღობს. ვაფშე ვერ გავიგე რა ყლი ხეთქებს ბიჭო, ანუ ქალებისთვის არის ეს რაღაცა და რჩევებს აძლევენ როგორ გალღოს ეგ რაღაცა და მეცნიერები ამტკიცებენ რომ როგორც ეგ რაღაცა ალღობს, ისე ალღობს ალკოჰოლი მაგ რაღაცას. ისე კარგად არა, მაგრამ მოქმედებს დადებითად მაგ მენსტრუაციული ტკივილი. ქალებისთვის განკუთვნილი ჟურნალი, რა ვიცი. არა იქნება. ერექცია. აუ, ნარგეს ვფიქრობთ ბიჭო. ერექციის გააღობა მაგარია. კოპი. ის გააღობა რა. და არ მომწონს ეს კითხვა ვიტყვი. ეხა ყინული თუ არის ყლეობა, აბა რა. ყინული არ არის. ალკოჰოლური სასმელი არის ყინულისთვის კარგი? ვერ გავიგე შეკითხვა. რაღაცა არის. მეცნიერები ამბობენ, რომ ალკოჰოლი კარგია X-ისთვის. აჰა. პარალელურად ხო. ქალების ჟურნალებში რჩევები არის ხოლმე იმაზე თუ როგორ გაალღო X-ი. რა უნდა გაალღო? X-ში გაალღობაზე ჩაიციკლე. X ეგ რაღაცა. და ამას ალკოჰოლი ალღობს? ხო. არა, ხო. ბიჭო, უყურე, ნახე, ალკოჰოლი არის ამისთვის კარგი. ხო. და ქალებთან წერია როგორ მოუტყნა დედა ამ რაღაცას. რჩევა. ანუ ორი სხვადასხვა რაღაცა ხო და არის. ეს როგორ ალკოჰოლი არის ეკავშირდება? კარგი ამისთვის და ქალები ცდილობენ რომ ეს გაალღო. მაგრამ ქალებმა რომ გაალღო, ამით არ არის აუცილებელი ალკოჰოლი. პირიქით. გავიგე, ხო ეს გავიგე, მივხვდი. იქით არის. მე მგონია რომ არის ერექცია და პოტენცია კაცებში ეს. მე ეგრე მგონია. პოტენციის კარგი ალკოჰოლი რანაირად არის, არ არის. რაღაც დოზით კარგია, რა ვიცი. ხო გახდები შენ 10 წელი მაგალითად 60 და ნახე. ვაიცარწავი კაცო. ანუ ალკოჰოლი აი რა არის ამისთვის არის ალკოჰოლი კარგი. ჭრილობისთვის. ხო და რატო შეიძლება ის გაალღობა შეიძლება და კივილი, ბნება? არა, ვეებს პოზავ ბიჭო. რაღაცა ყოფა ფერტილურობა? ცეცხლი რა ვიცი. ცეცხლი ალკოჰოლი არის კარგი ცეცხლისთვის და ცეცხლი ალღობს ამას რაღაც. არა. X-ი არ ალღობს. X-ი არ ალღობს. X-ს ალღობს ქალი. კაი, ისი გალღობა უნდა ქალს.
გავისი მე, ქალები როგორ ფიქრობდნენ, რა ვიცი. რა ქვია? ბატონებო. არა, ფიქრი ეხა დავიწყეთ. სო დავბარცხდით. რა ვიცი მე, ხურცი შეიძლება გაალღო. ხო. და როგორ არის რაღაც გაყინული ქათამი, რა ვიცი მე, რა ალკოჰოლი არის ამისთვის კარგი. შეიძლება სტეიკზე. სტეიქს დაბასტურმებისას უშვებენ. ხო. და სტეიქს უხდება ალკოჰოლი. ხო. და ქალი ამღობს სტეიქს, როგორ გაამღობს მარტივად. всё, სტეიკია პასუხი. ხო, სასმელი და საჭმელი. რა ვიცი, ხორცი. ბატონო მათე პასუხს ვინ განცემ? რატი? Steaky, beef steaky. მე მომწონს ის თუ როგორ წახვედით და ვხედავ ლოგიკას, მაგრამ თქვენი პასუხი არის არასწორი. და რა არის პასუხი? ეხლა ვიღაცა მოკვდება რა თქმა უნდა. სწორი პასუხი არის მამაკაცის გული. იდი ნახვი ეხლა, იდი ნახვი. ჩაიჯური. ნახვი ძღნე. მე რას ვიძახდი, ბიჭო? მე რას ვიძახდი? მე რას ვიძახდი, ბიჭო? ერექსია მეთქი, ახლოს ვიყავი თუ არ ვიყავი? სარი ბიჭო, კითხვა ეს შენ შეხوارები, ბიჭო. რა მამაკაც ესე უნდა გიფიქრა. მამაკაცის გულისთვის არის ალკოჰოლი, კარგი ალკოჰოლის დედა შემეცი. რა ის არის კარგი, დაკერყავს გული. ერთი კვიცი ამოტრიალდი. შეიძლება კარგი იყოს ძლივს მოუბრუნდი ამ ქვეყანაზე. შეხო არა გასული. დაკლეობა არის, შეკითხვა არის სირობა, წესი არის შეკითხვა, წაიკითხე სადაც პასუხი არის. ყველა ჯერზე ნორმალური პასუხი გავიცით, რაც ლოგიკას ნაკლოს იყო და ისევ ჩატყნული პასუხი ქონდა, რომელიც ვაფშე არაფერს არ ვიღაცას უნდა მუდრის მოწმობა. რო ოპლიკო ხაია მამაკაცის გული გავა შენდა რა მამაკაცის კალების ჟურნალში წერია, გაიქე მაგის შესახებ. ხატია მამაკაცის გული და ალღო. ჯერესერთი მოგისმინე მამაკაცის გული კი არ უნდა გაალღო და მოალბო თუ მაგის და მაიც რა ყლეობა შეკითხვაა ეს. ჯერერთი გაყინულს როგორ გააღო მამაკე კუდარია იქნება ტყივი. რამოასა. აი ხა უყურეთ გაიცით ნაძილური მიზოგენური პასუხი თურმე სტეიქს ალკოჰოლს უნდა დააყოლოს ზემოდან და თურმე ქალს მარტო სტეიკის გალღობა შეუძლია და მიიღეთ შედეგი. არაფერი შედეგი არ მიღია, მე არ ვაღიარებ ამ შეკითხვას. სექსიზმი ის არ არის გულს რო ალბობ მამაკაცის ბარების მიწეროს როგორ დაუნზრიოს მე. ის მაინც ყოფილიყო რა კაცის გულზე გზაკუჭით გადის და რაღაცა რა ყლეობა არის. წესიერი კითხე, არ ვაღიარებ, stop the count. ვით აიჩე შეკითხვა წესიერი, თორე მოიტყუნები ჩემი თვალწინ. ვერ მოიტყუნება, იმიტომ რომ პროჭი არ მიუწნობელი. გული აქვს გასალღობში. მე ვადასტურებ ამას, როგორც არაფერი ისე. მიდი. ძველ საბერძნეთში ბედისწერის ფაღმერთებს უწოდებდნენ მოირებს, რომში პარკებს. სკანდინავიურ მითოლოგიაში მათ შეესაბამებოდნენ ნორმები. მათ ერქვათ ურდი, ვერდანდი და სკული. ურდი მოხუცების დედაბერი იყო. ვერდანდი შუახნის ქალბატონი. სკული კი ახალგაზრდა გოგონა. ერთი წუთის შემდეგ გვითხარებთ მათი სახელები ქართულად. როგორ? იდი ნახვი რა. სამი არის გულდი. არ არის დედო, პასუხი გითხარი, პასუხი. დედაბერი. აგაჭრი ვიჩ. წარსული აწმყო და პროვადა. აუჩი. პროფილში ეს დედამოთხმული კითხვა დამისვი ბიჭო. ვის ხალხი რასადროდის ის მაინ ხო, მაინდსეტი არის Reddit-ი, არ მინდა ეს Reddit-ი შეგიძლია. ლე მაინდსეტი არის ეგ ბიჭო რა, წაწყო წარსულ და რა ქვიკი პასუხი გავიცი, შეხوارა გრამი ნორმალური მკითხე. ბიჭო, რასადროდის უნდა იყოს ესეთი? ეს არ არის რა, ეს აჯვამდნე. ეს არის პირველი ლიგის პასუხი შეკითხები, ხო? აი. რას შეუცვალა ადგილები 1958 წელს ვინმე ერიკ ბლერმა? დედამის და მამამის საფლავში, ბლად. მაიც, რომელ წელს? 1958 წელს. 28 წელი მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა. მაგრამ დაიწყო ცივი ომი. ჰიტლერს და სტალინს. ალბათ. ქაიჯი არ არის ეს კარგი შეკითხვა, რა არის პასუხი?
1984-ის ავტორი ჯორჯ ორველის ნამდვილი სახელი არის ერის მილერი. რა? 2004-იან შეუცვალა. იცოდი რომ ჯორჯ ორველი ეგ თვარი რატო ეცხრა? დამოწმულწიქს რომ ეგ არის ავტორი. სეზონი წერდა. შეგწევე ხა ბეშო. აი, ავიცი. უცელა? ბლიად რა. ეს არის იმენ აი მეორე ლიგაში რომ მოდის ეგეთი შეკითხვა. არა, ეს არის რომ შეკითხვას არ გააჭაჭანებ და არავინ იმაში რაღაცა. და ჩემი საფულეა? აჰა. არა, შენ საფულეა, ისე ნოხი. აი, წაიკითხე ვიდი. არა, მე უნდა დამახსოვო. რაო, ტაბულაო, რაო? არა, ეს მაინტერესებს, აიკითხე. ტაბულას შეკითხვაო, კაიცა, ტაბულას შეკითხვა. ესეთი მომწეს თან. ესეთი მომწეს. წაიკითხე ტაბულას შეკითხვა, ჩერგოლეიშვილმა რა შეკითხვა მოგიწევს. გიგამ რატო არ მომწყდა გუში? არა, ეს მოგეწონა, ეს ისეთი არის რა, აი, ბაბლურია. ამერიკული კარგია ჯინსები, ამერიკული კარგია კონსერვები, ამერიკული კარგია მანქანები, ამერიკული კარგია გზები. სად მოგატყვა? შეკითხვის ავტორმა კარლო კაჭარავას ჩანაწერების კითხვის დროს ჩათვალა, რომ სტატიაში ერთი სიტყვა შეცდომით იყო დაბეჭდილი. ერთი წუთის შემდეგ პასუხის ფურცლებზე დაწერეთ სიტყვა ინფორმით, როგორითაც უნდა ყოფილიყო კითხვის ავტორის. კონსერვატიზმი გააჯვი. არა. წამიკითხე, მე ვერ გავიგე. აუ, ანძრევ მათე ხა. ამერიკული კარგია ჯინსები, ამერიკული კარგია კონსერვები, ამერიკული კარგია მანქანები, ამერიკული კარგია გზები. ერთი სიტყვა აქ არის დაწერილი. და კარლო კაჭარავას აზრით შეკითხვის ავტორი თამარა ჩერგოლეიშვილმა ჩათვალა, რომ ეს კარლო კაჭარავას დაწერილი არის ეს წინადადებები მე მგონი. და თამარა ჩერგოლეიშვილმა ჩათვალა, რომ ერთ-ერთი სიტყვა არ იყო. აი მე არასწორად იყო დაწერილი, ნახე თამარა ჩერგოლეიშვილზე ცუდად. იმდენი გაგინიათ, რომ გასლოკინებს. კაროჯე, ერთი სიტყვა არ წერია სწორადო. ამერიკა. როგორ ჩათვალა ამან, რომ სწორად უნდა წერილიყო? ეს დიდა მოთხნული. ანუ ჩვენ სიტყვა კი არ უნდა მივხვდეთ, უნდა მივხვდეთ სიტყვა და მე უნდა შევასწოროთ. ამიერიდან. ხო. რა ამიერიდან? ამერიკა არ წერია, ამიერიდან. ანუ გაგიარდულეთ ამ სიტყვებიდან ერთ-ერთი. ჯინსები, კონსერვები, მანქანები, გზები. ეგეც კარგი პასუხია. შენ კარგი პასუხი. ამიერიდან რა? შენ კარგი ცოტა. არა, ამერიკა არ არის კარგი. ანუ ამან ამერიკიდან კი საბჭოთა კავშირი დაიშალა ხوارზე და ამიერიდან ჯინსები, ანუ ეს მომეწონა ეს კარგი პასუხი. ჩემი იყო კონსერვები და კონსერვატიზმი ამერიკული, იმიტომ რომ თამარა ჩერგოლეიშვილი არის რონალდ რეიგანი ტემუდან. ტემუდან მაგილო თქვი. და ეხლა შენ რაღაცა ყალიბას მოგიწევ. დებატებით არ არის ბიჭო, ყველა რეალურად არ არის. კაი, просто თქვენ თავიდან წაიკითხე. ჯინსი, კონსერვატიზმი, კონსერვები, ხო, გზები და მანქანები. ამერიკული კარგია, ჯინსები, ტაბულას დეიტას შევეცე. კონსერვები, მანქანები, გზები. კონვერსები უნდა იყოს. ხო, მართალია, კონვერსები, იმიტომ რომ ამერიკიდან მოდის. შო, ეგ არის. კი, მე პასუხობ და კონვერსები უნდა ეწოდოს. სწორია თქვენი პასუხი ბატონო. თამარ ჩერგოლეიშვილი დედას შევეცე მე. მე ვაფშე ამ თავიდან წაიკითხა კონვერსები გავიგე საერთოდ. მამასი მართალია ეს მის მარტო თავ. აჰა, მოიცადე. რა მოიცადე, მოვიგე. всё, დღეს მათ ეგ ტყნავს იმ ვერ ტაჟოში შეიძლება. ვერ ნაპოვნ ტრაქში ტყნავს მათ. ჩამგრალო თახში. რომელს მარტო ხმები გამოდის. აი, მეგობრებო, ახლა მოდი ვილაპარაკოთ ბუტელზე რა. აუ, მაგარი სამის ნახევარი. აი, ბოლო კითხვა წავედი. დავაი, ბოლო შეკითხვა და ამას თუ ვამბობთ, ვიგებთ თუ არა და ვაგებთ. მოვიგეთ უკვე. ეს არის პრესტიჟის გოლი. ეს უკვე ის არის. ეს 300 ლაიქ ვეხმარები ვიღაცას. დავაი, მე ზაზათელია. 2001 წლის მონაცემები ამერიკელები ამაზე დაახლოებით 100 მილიარდ დოლარს ხარჯავენ. აჰა. ანუ იმაზე მეტს ვიდრე განათლებაზე, კომპიუტერებზე, წიგნებზე ან ავტომობილზე. რა ცუდია. ფსიქოლოგ ლუის ჩესკინის აზრით, მისი ლოგო
ფროიდისეული სიმბოლოა და ადამიანები მასში დედის მკერდეს ხედავენ. ერთი წუთის შემდეგ დახატეთ კომპანიის ლოგო პასუხის ქუცელზე, მაგრამ შეიძლება. ხო გითხარი ეს მეორე ლიგის შეკითხვა Starbucks. Playboy. Starbucks-ია Playboy. Playboy ბაჭია. მე ბაჭია ზუზუები. რა. ალ ბიჭო ბაჭი ეგეთი ბაჭი. ლოგო გავს დედის მკერდს და 100 მილიონი იხარჯება 2001 წლის მონაცემი. კაი, რაში იხარჯებოდა დოხუია ფული ამერიკაში? Starbucks-ში იხარჯება. Starbucks-ში არის ესეთი ქალი. Playboy-ში იხარჯება. 2001-მდე მერე ბიჭო? ბიჭო, მანქანებზე მეც ხარჯავდნენ მაშინ Playboy-ში. BMW, Audi. მანქანებზე მეტს რა Audi. ტრაქში ხლებებში ბაუნდი. თავდაცვაში ხო იხდიან ბიჭო. ვისი ლოგო გავს უძვებს? ამერიკაში. 100 მილიონი იხარჯება. მილიარდი. მილიონი. მაგით მეტი ვიდრე იმებში, ხო? აა, 100 მილიონი არ არის. ვიდრე რაში? მანქანებში? მანქანებში და ლებაში კომპიუტერებზე და წიგნებში. ამის ლოგო გავს დედის მკერდს. ნუ ასე ამბობს ვიღაცა. აუცილებელია რომ დედის მკერდს გავდეს და არა უბრალოდ უძვებს? არა, დედის მკერდს, ანუ აქ უყურე ფსიქოლოგი ადამიანი ვიღაცა ამ რაციონალს ხედავს, რომ დედის მკერდს რადგანაც გავს. ბიჭო, მოიცი ცოტა არის მის არა, გავიგე ხო? არის მის შეთქმა მოიცი. კიდე ჩემ ძუძუებს გავს. არა, მაგალითად. ძუძუები არის ჩანაფიქრი აქ. არ ვიცი. რა გავს ძუძუებს არ ვიცი. ძუძუები რა არის აქ? აუ, ხა გადავედით მეტაფიზიკა. ძუძუები და ფასკუნჯები კიდე და ისინი რა ქვია ორკები და ზღაპრები. Coca-Cola. Coca-Cola-ში ძუძუები სად დაინახე გეყვეთ? ესე გა. არა, Coca-Cola კაცო ეს არის რა ქვია, შებრუნებულად არაბულ. McDonald's ესეთია. McDonald's საჭმელიო ხო თქვა? თუ არ თქვა? არ თქვა საჭმელი. აი, McDonald's. მე უპასუხებ McDonald's. დიახ. ტური ტუტუ. всё, კაი. დავიღალეთ რა, კარგად იხავთ ძვირფასო მაყურებელო. ეს იყო ღამის ტყნაური საზოგადოებასთან. ჯერ დაამთავრო, უნდა გავფატრო. შეეცი შენ მაგას რა. შენ შეგწევა ხო? ვერ შესცემ ბიჭო, ამას რა გავატრაკეთ, საქმე რამდენჯერ ვთქვა ეხლა. ამ ჭიქებს დაჭმე. მეცა. შენ ახლა მოამზადე სიტყვა დასამთავრებელი. ანუ ისე რა, სტომბიტე კაგზა როგორ წარდება. კაიგე ბიჭო? მიდი მოამზადე. ბიჭო, ვირმა გირჭო. მოამზადე. ჩვენი გადაცემის სპონსორი არის ყველა გადაცემას და შემდეგი ეთერში გადის სხვა გადაცემა და ეს გადაცემა და მუსიკა არის ამას ჩართული ახმედა. მიდი. ძვირფასო მაყურებელო, გემშვიდობებით სეზონი ჩახურულია ამ გადაცემით. ბატონი მათე გულუას სამეულმა გაიმარჯვა პათეტიკური, მე ვიტყოდი ფირიული გამარჯვებით საზოგადოებაზე 9-6-ით გაიმარჯვა. საზოგადოების სასარგებლოდ მეგობრებო გილოცავთ. ეხლა მე მეტყვის პროდიუსერი თუ ვის გადაეცემა ყალყლე ველოდები პასუხს. კარკლევიც არის გიგანტური უნიტაზი, რომელშიც აფერფლებენ სიგარეტებს. დაბატონებო, მოდით ყალყლე სტუდიაში. მაყურებლის აზრით, ყალყლე უნდა გადაეცეს მათე გულუას, იმიტომ რომ გვეშინია. Giro.